ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების საეჭვო მონაცემთა ბაზის გადახედვას და სარეიტინგო ქულების გადამოწმებას იწყებს. მიზანი რეკორდულად გაზრდილი შემწეობის მიმღებთა შემცირებაა, რომელთა დახმარებაზეც ყოველ თვე ბიუჯეტიდან 71 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. როგორც პირველადი ანალიზით გამოვლინდა, სოციალური შემწეობის მიმღებთა გარკვეულ ნაწილს არათუ სიღარიბეზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს, არამედ შეძლებულია და მაღალი შემოსავალი უფიქსირდება. დღეისათვის სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა ნაწილი არ იღებს შემწეობას, მაგრამ სარგებლობს სოცდაუცველთათვის გათვალისწინებული შეღავათებით, სოციალური პაკეტებით, კომუნალური გადასახადების სუბსიდიით და ჯანმრთელობის დაზღვევით. სოციალურად დაუცველების რეკორდული ზრდა პანდემიის შემდეგ დაიწყო, როდესაც ოჯახების გადამოწმებაზე მორატორიუმი გამოცხადდა. შემწეობის მიმღებთა რაოდენობა სახელმწიფო დასაქმების პროგრამამაც გაზარდა, რადგან მოსარგებლე ოჯახების სახელმწიფო 4 წლით აღარ ამოწმებდა, რაც ავტომატურად ნიშნავდა იმას, რომ მათ დაუცველი სტატუსი უნარჩუნდებოდათ. რა პროცესის მომსწრენი ხდებით დღეს? ეს არის სოციალური სამართლიანობის აღდგენა თუ ადმინისტრაციული კონტროლის გაძლიერება მოქალაქეებზე. რა სტრატეგიას ირჩევს ხელისუფლების სოციალური სისტემის ეფექტიანობისათვის? რა უნდა შეიცვალოს პირველ რიგში? დახმარების ოდენობა, შერჩევის კრიტერიუმები თუ დასაქმების პოლიტიკა? არის თუ არა არსებული მოდელი სიღარიბის შემცირების რეალური ინსტრუმენტი? რამდენ ადამიანს და რის საფუძველზე მოეხსნება შემწეობა? რა თანხა დაიზოგება ბიუჯეტიდან და გაიზრდება თუ არა იმ ადამიანების დაფინანსება, ვისაც ნამდვილად სჭირდება დახმარება? სწორედ ამ საკითხებზე გთავაზობთ დღეს დებატებს რუსთავი ორსა. წარმოგიდგენთ ჩვენს სტუმრებს, ბატონი ანდრია ურუშაძე, ექსპერტი, ჯანდაცვის სპეციალისტი, ბატონი დიმიტრი ხუნდაძე, მოგესალმებით ბატონი დიმიტრი, სახელმწიფო საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ხალხის ძალა თავმჯდომარე, ვახო მეგრელიშვილი, პარტია კირჩის სათადბიროს წევრი, გიორგი შარაშიძე, გახარია საქართველოსთვის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, მიხეილ დუნდუა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე და მიხეილ სარჯველაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დიდი მადლობა ბატონებო სტუდიაში მობრძანებისათვის. მე თქვენს და მაყურებელსაც კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენი დებატების რეგლამენტს. შეგახსენებთ, რომ იმისათვის, რომ მხარეთა პოზიციები თანაბრად იყოს წარმოდგენილი, თქვენ თავდაპირველად თქვენი პოზიციის დასაფიქსირებლად გექნებათ 2 წუთი. ამის შემდგომ ყველა თქვენგანი უპასუხებთ წამყვანის კითხვას, ამისთვის გექნებათ ასევე 2 წუთამდე, უბრალოდ 3 წუთამდე დრო. დებატების მესამე ნაწილში კი თქვენ გექნებათ ყველა შესაძლებლობა 2 კითხვით მიმართოთ თქვენს ოპონენტს და შემდგომ ასევე გექნებათ რეპლიკის უფლება დასასრულს მეოთხე ნაწილში. თქვენ გექნებათ დისკუსიის შეჯამების საშუალება და ამისთვის გექნებათ 1 წუთი დრო. მაშ ასე დავიწყოთ საუბარი იმის შესახებ, თუ რა პროცესების მომსწრენი ვართ დღეს, რას ნიშნავს რეფორმა, რომელიც უნდა რომ წამოიწყოს ხელისუფლებას. ეს არის სოციალური სამართლიანობის აღდგენა, როგორც ერთ შემთხვევაში საუბრობენ, თუ როგორც მეორე შემთხვევაში აფასებენ ამას, ეს არის ადმინისტრაციული კონტროლის გაძლიერება მოქალაქეებზე, იმიტომ რომ ასეთი მოსაზრებაც არსებობს და ზოგადად ვინ როგორ მიიჩნევს სოციალური პოლიტიკა საქართველოში ეფუძნება სისტემურ ხედვას თუ ეს არის რაღაცა რეაგირება კონკრეტულ რისკებთან დაკავშირებით. ბატონო ანდრია, დავიწყოთ თქვენგან. გისმენთ და თქვენ გაქვთ ამისთვის 2 წუთი. მადლობა. პირველად ვთქვათ, რაზე ვსაუბროთ ზოგადად, იმიტომ რომ მისამართული სოციალური დახმარება ეს იყო პირველი ისტორიულად საქართველოს ისტორიაში პროგრამა, რომელიც უშუალოდ ღარიბებს ეხმარებოდა. 2006 წელს გაიცა პირველი სოციალური დახმარება და მაშინ აი ათასობით ოჯახი გადარჩა იმას, რასაც ჩვენ ცილოვან შიმშილს ვეძახდით და უკიდურეს სიღატაკეს. საბედნიეროდ აი 20 წელი გავიდა თითქმის ეს პროგრამა მუშაობს და აი არნახული ბიუჯეტი აქვს ახლა ამ პროგრამას მართლა რომ დავინახოთ და უნდა ვიცოდეთ რა როლს ასრულებს ეს პროგრამა. ამ პროგრამის მთავარი ამოცანა ყველაზე უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს და ადამიანებს დაეხმაროს. ეს ამცირებს ტერმინოლოგია რო ეხმაროთ სიღარიბის სიღრმეს და სიღარიბის სიმწვავეს. ანუ ადამიანები, რომლებიც ჩამოსული არიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ცდილობენ მაქსიმალურად მიუახლოვოს ამ პროგრამამ.
აი ამ სიღარიბის ზღვარს. ანუ ის თავისი შინაარსით არაიმდენად სიღარიბეს ამცირებს ზოგადად, თუმცა ამასაც თავისი პოზიტიური როლი აქვს სხვა სოციალურ გადაცემებთან ერთად. ანუ პირდაპირ მისამართულად ეხმარება ადამიანებს, რომ მაქსიმალურად აი იმ სტანდარტ, სიღარიბის სტანდარტს, რაც საქართველოშია, მაქსიმალურად მიუახლოვდნენ. ხა რაც შეეხება შეცდომებს, ხო? მე მქონდა ჩემი ბიოგრაფიის განმავლობაში მემუშავა და მენახა ეს ოჯახები და ამ ოჯახებს სხვათა შორის ისეთი უთქმელი ოჯახები არიან, უჭირთ ხშირად მიმართონ. თავის გაჭირვებაზე საუბარი უჭირთ, მაგრამ ყველაზე ძალიან რაც ადარდებთ ყოველთვის ეს არის უსამართლობა. როცა ხედავენ, რომ მათ არიღებენ, ან მათთან ერთად იღებს ის ოჯახი, ვისაც ეს არ ეკუთვნის. ამას მხოლოდ ორი მიზეზი ქონდა ყოველთვის. დღესაც დარწმუნებული ვარ, ამის გამოა ეს საუბარი და ეს დებატები წარმოშობილი. პირველი ეს მიზეზი არის ზეწოლა, პოლიტიკური ზეწოლა. ხშირად ეს აი უნდათ ხოლმე რომ კონკრეტულმა ოჯახმა მიიღოს დახმარება, ხშირად ეს პროგრამა ვერ ხერხდება იმის გამო, რომ ეს ოჯახს უფრო მეტი აქვს შემოსავალი და იგივე ადგილობრივი ხელისუფლება, მათი მეგობრები, ვისაც გავლენა აქვს რაღაცა და ეს ზეწოლას ვერ უძლებს სოციალური სააგენტო, მისი ასე ვთქვათ, სოციალური აგენტები. მადლობა ბატონო ანდრია. მეორეც რაც გითხრათ, მაქვს კიდე 50 წამი და მეორე რაც მინდა გითხრათ, მეორე არის კორუფცია. ანუ როდესაც ქრთამს იღებს სოციალური აგენტი ამ დახმარების სანაცვლოდ, იმიტომ რომ საკმაოდ გულუხვია ეს სოციალური დახმარება. ანუ პირველი კორუფცია, ჩართვის მიზეზი და მეორეა პოლიტიკური ზეწოლა. სამწუხაროა, რომ ამ 4 წლის განმავლობაში მილიონობით ლარი გაიცა ამ პროგრამით და გაიცა არამიზნობრივად, ხო, ეს უნდა ვადასტუროთ. კარგია, ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, მაგრამ ჩვენ ამას ვეძახდით არამიზნობრივ ხარჯვას. ალბათ ფინანსთა სამინისტროს ესე შეაფასებდა, რომ თუ აკონტროლებს და თუ უნდათ ამ წესრიგის დაცვა. ვინ არის დამნაშავე ამაში? როგორც წესი დამნაშავე არის ხოლმე სოციალური აგენტიდან დაწყებული ყველა ის, ვისაც კონტროლი ევალება, იმიტომ რომ სისტემა ისე არის აწყობილი ამ პროგრამის დანიშვნის და კონტროლის, რომ ძალიან ადვილია უკვე სანამ ადამიანი მიიღებს ამ დახმარებას, უკვე ანკეტის შევსებისთანავე მოხდეს მისი გადამოწმება. მადლობა ბატონო ანდრია, თქვენ კი გაქვთ თქვენი ტაიმერი ჩართული, მაგრამ 2 წუთი გქონდეთ ამისთვის. დიდი მადლობა. არა ბატონო. ბატონო დიმიტრი, როგორია თქვენი სასტარტო პოზიცია? კი ბატონო, მოგესალმებით. ბატონმა ანდრიამ სოციოპოლიტიკაზე საუბარი დაიწყო წარსულიდან და მეც ნება მომეცით, რომ გადავხედო იმ წარსულს, რამე თუ უკეთ დავგეგმავთ მომავალს. წარსული იყო საკმაოდ რთული მემკვიდრეობა, როცა 2012 წელს იყო საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი სიღარიბის, ეს იყო 34%-ზე მაღალი და სოციალური პაკეტი ძირითადად იყო დატვირთული პოლიტიკური შემადგენელით და გახსოვთ ალბათ, რომ ძირითადად ენიშნებოდათ მათ, ვინც პოლიტიკური მომხრეები იყვნენ და არ ენიშნებოდათ, ვინც მხარდაჭერას არ გამოხატავდა ამ კუთხით მაშინდელი ხელისუფლების მიმართ. მეგობრებო, დებატებზე სიმართლე არაკებდნენ. ბატონო, ეს სიმართლეა, მაგრამ თქვენ იქნება ბატონო ანდრია საშუალება, რომ შეხვიდეთ ერთმანეთთან კამერაში. ხო, რომ სიმართლე ილაპარაკო. ასევე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გაგახსენებთ, როცა მაშინდელი ბიუჯეტი ჯანდაცვის იყო მხოლოდ 333 მილიონი და урგენტული, ანუ გადაუდებელი დახმარების მით უმეტეს და ასეთი დახმარების შემთხვევაში ოჯახის წევრები ჯერ ბანკს აკითხავდნენ და შემდეგ მიდიოდნენ საავადმყოფოში. სწორედ მაშინ იყო, როდესაც გაუქმდა და მხოლოდ 0-დან 6 წლამდე იყო урგენტი და საპენსიო ასაკის დიდი სეგმენტი სწორედ ამ მომსახურების გარეშე იყო და მინდა გითხრათ, რომ 10% თუ შეძლებდა მაშინ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ანაზღაურებას და მაშინდელი 333 მილიონი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, შემდეგ 1,5 მილიარდი დაფინანსდა, ეს მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამულთან ერთად ის არის 2,2 მილიარდი. ნუ თავიდან სოციალურად დაუცველთა სეგმენტი იყო 57,000 ქულის დიაპაზონში, ჩვენ მაშინ გავზარდეთ დახმარებები გავაორმაგეთ, შემდეგ 65,000 ქულამდე აიწია მაჩვენებელმა. ბავშვის დანამატი, რომელიც საერთოდ არ არსებობდა, 65-დან 100,000-მდე დაემატა ბავშვის დანამატი, შემდეგ 120,000 ქულამდე დაემატა, ისე რომ ჩვენ გავიარეთ საკმაოდ რთული გზა ეფექტის სახელზე, რომ 34%-იანი სიღარიბის მაჩვენებელი დღეს 9%-ზე ჩამოვიდა, თუმცა რა თქმა უნდა, საჭიროა ბაზის გადამოწმება, არის ხარვეზები, არის შეცდომებიც და რა თქმა უნდა, მე მივესალმები ასეთ გაბედული გააწყვილების მიღებას, მაგრამ მთავარია, რომ ბაზამ უზრუნველყოს ის რომ ვისაც არ ეკუთვნის იმას არ ეძლეოდეს ეს დახმარება, მაგრამ ვისაც ეკუთვნის ის არ დარჩეს ამ დახმარების მიერ. დიდი მადლობა ბატონო დიმიტრი, ბატონო ახო როგორია თქვენი პოზიცია? რისი მომსწრენი ვართ ჩვენ დღეს? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ დაიწყეთ დებატები. ძალიან საინტერესოა და
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ძალიან ეკლაკ ქართულ პოლიტიკურ სივრცეს მსგავს თემებზე საუბარი. უბრალოდ ეხლა რომ გადავიდი ამაზე, მე არ მინდა რომ დავივიწროდებ მხოლოდ ამ პროგრამით, იმიტომ რომ სიღარიბე არ შეიძლება რომ რაღაც ერთი პროგრამით ზოგადად აღმოიფხვრას და ამ კონკრეტულ პრობლემაზე ვისაუბრო. რადგან ჩვენ ვაპირებთ, რომ სიღარიბე ფართო ფენომენია, აი ფაქტობრივად კაცობრიობის უდიდესი ნაწილისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. გასაკვირი ის იყო, რომ რაღაცა ნაწილმა მოახერხეთ და ამ სიღარიბედან გამოვედით რეალურად. და თავარი აი 4 თავარი ღერძი, რომელიც თუ მოწესრიგებული გაქვს, ესე ვთქვათ, გამოდიხარ და კეთილდღეობაში გადადიხარ და თუ ეს არა გაქვს მოწესრიგებული, პირიქით მდგომარეობაში უფრო სიღარიბეში მიდიხარ. ეს არის კერძო საკუთრების ინსტიტუტი. ამ კერძო საკუთრებას ჭირდება სასამართლო, რომელიც ფაქტობრივად უზრუნველყოფს იმას, რომ ადამიანები საქმეს როცა აკეთებენ, უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს, რომ მათი საკუთრება არ დაიკარგება. ეს არის საქმის კეთების სიმარტივე, ანუ თავისუფლება, დერეგულაციას რო ვეძახით და ეს არის ბოლოს საგადასახადო ტვირთი, ანუ ის ტვირთი, რომელსაც მთავრობა ხარჯავს. და ეს კონკრეტული პროგრამა, აი რაზეც ჩვენ საუბრობთ, ეხება მხოლოდ ერთ რამეს, ანუ როგორ შეგვიძლია ჩვენ გადავანაწილოთ ის თანხები, რომელიც იდეაში წავართვით ჩვენს თანამოქალაქეებს. ხო და ამ შემთხვევაში ჩვენი წარმოდგენით რა, ანუ პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ თვითონ ვიწევთ, აი არც ერთი ეს კონკრეტული პირობა, რომელიც ახლა მე ჩამოვთვალე, არ გვაქვს მოგვარებული, არც კერძო საკუთრების ინსტიტუტი გვაქვს ქვეყანაში დაცული, არც სასამართლო გვაქვს მაინც და მაინც დამოუკიდებელი და თავისუფალი რეგულაციებს ოდნავ მეც გადავაცილებ, რადგან ესეცა იყო საქმე. რადგან ანუ ფაქტობრივად რეგულაციებს ევროკავშირის იმათ ვიღებდით და ვიღებდით ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად და რაც შეეხება ამ კონკრეტულ ამბავს, კი ბევრი ფულია ხა თქვენ ჩემმა კოლეგებმა მილიარდ ლარამდია, მაგრამ სოციალური ბიუჯეტი რო წარმოიდგინოთ რამხელაა, ჩვენი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ეს თანხა რომ ადამიანებისთვის სულ მასიურად მიგვეცა, ყველა ადამიანისთვის ეს გამოდიოდა დაახლოებით 500 ლარი. ეს იყო გირჩის საარჩევნო პროგრამა. კი ბატონო, მახსოვს. და დაენებებინა სახელმწიფოს ამ ბიუროკრატიისთვის, კორუფციისთვის, წინასაარჩევნო თან პროგრამების გამოყენებისთვის და ეს გამოვიდოდა საშუალო 4 სულიან ოჯახზე 24,000 ლარი. და ეს ადამიანები დარწმუნებული ეს ადამიანები მოაგვარებდნენ თავის სიღარიბის პრობლემას. გასაგებია, დიდი მადლობა ბატონო. ბატონ გიორგი, თქვენი პოზიცია როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით? ბატონო, მოგესალმებით, პირდაპირ თქვენს კითხვაზე პასუხით დავიწყებ, თქვენ თქვით რომ რასთან გვაქვს საქმე. კი ბატონო. და პირდაპირ გეტყვით რომ საქმე გვაქვს ოცნების სრულიად უპასუხისმგებლო პოლიტიკასთან, რასაც განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი და მათი უტიფრობის უსაზღვრო უნართან, რომ ეხლა ეს ყველაფერი შეფუთონ კიდევ რაღაცა მზრუნველი მთავრობის როლი მოიდგონ და თითქოს ის პრობლემები, რაც არის ამ სფეროში სხვისი ბრალია, მათი ბრალი არ არის, ბატონი მინისტრის ბრალი არ არის, რომელიც 2 წელია უკვე ამ უწყებას ხელმძღვანელობს. ოცნების, რომელმაც 3 არჩევნები ჩაატარა ამ პირობებში, როდესაც ძალიან კარგად ვიცით, მათ შორის ეუთოოდირის შეფასებებით და დასკვნებით, რომ სოციალური დახმარება ეს იყო უმთავრესი ბერკეტი, მათ შორის სუსის გამოყენებით და ოცნების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გამოყენებით, აღარ ვსაუბრობ ქუჩის წარმომადგენლებზე, რომ მაქსიმალურად მოწყვლადი ადამიანებისთვის ყოფილიყო ზეწოლა, მათ ქონოდათ შიში იმისა, რომ ეს სოციალური დახმარება დაეკარგათ. აღარ ვსაუბრობ ასევე იმაზე, რომ არის სრულიად, ასე ვთქვათ, ირონიული შემთხვევებიც კი, როდესაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან ამა თუ იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, მათი ოჯახებით და ასე შემდეგ. ასე რომ ეს არის პირდაპირ, ასე ვთქვათ, ჭაობი, რომელიც აერთიანებს ერთის მხრივ კორუფციას, მეორეს მხრივ უპასუხისმგებლობას. ეხლა აქ იყო საუბარი თქვენს დებატებამდე ხა ეთერის საშუალებით შემოგითვალეს და გასაგებია რომ ძირითადად ჩვენი გუნდის მისამართით იყო თითქოს რაღაცა პოლიტიკურ манипуляციებს აქვს ქონდა ადგილი დიდი ბოდიში მაგრამ რა არის პოლიტიკური манипуляცია ყველა ციფრი ყველა სტატისტიკური მონაცემი რასაც ჩვენი გუნდის წარმომადგენლები იყენებენ ეყრდნობა პირველ რიგში ისე ოფიციალური საქსტატის მონაცემებს და მინდა შეგახსენოთ რომ ეს არის ის რომ დღეს საქართველოში 700,000 მეტი ადამიანი არის რომელიც არის უკიდურესად ღატაკი და პირდაპირ არის დამოკიდებული სოციალურ შემწეობაზე და რაც ყველაზე მეტად საგანგაშოა ამ ადამიანების რიცხვის სწორედაც რომ ბოლო 4 წელიწადში არის 70,000 ადამიანით გაზრდილი
და მინდა გითხრათ, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზა, რომელიც 1.300.000 აღემატება, აი ეს ბაზა ბოლო 4 წელიწადში მათ შორის არის 250.000 ადამიანით გაზრდილი. და ეხლა დიდი ბოდიში, მაგრამ რა არის манипуляция? ეს არის ოფიციალური ციფრები, მაგრამ манипуляция არის სწორედაც ის, რასაც აკეთებს ოცნება მისი პრემიერის თამადობით და ხელმძღვანელობით, რომელიც გვატყუებს საქართველოს მოსახლეობას თითქოს ბოლო 4 წელიწადში სიღარიბე დაძლიეს. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე სტატისტიკური манипуляция, რადგან სიღარიბის დაძლევა არ მომხდარა, ეკონომიკური ზრდა, რომელიც გვაქვს რეალურად დღეს ციფრებში, ეს ზრდა პირველ რიგში მიემართება ოცნების ჯიბეში, ოცნების მაღალჩინოსნების, დეპუტატების, მინისტრების, მათთან დაახლოვებული ბიზნესწრეების ჯიბეებში და ეს არანაირად არ აისახება რიგით მოქალაქეებს. დიდი მადლობა ბატონ გიორგი პოზიციის დაფიქსირებისთვის. ბატონ მიხეილ გისმენთ, როგორია თქვენი შეფასება. დიდი მადლობა მოწვევისათვის, საინტერესო დებატების გახსნისათვის. გილოცავთ პირველად ვარ ეთერში თქვენთან ერთად. ძალიან საინტერესო მოძრაობები გამოიქვნა, რომელსაც უმეტესობას არ ვეთანხმები იყო და მხრიდან, აბსოლუტურად არ ვეთანხმები პროფესორად. საქართველოში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ მკვეთრად გაუმჯობესდა სიღარიბის მაჩვენებლები და სოციალური ზრუნვა მოსახლეობაზე გაიზარდა მკვეთრად. ამას წინათ გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში, სადაც საქართველოს 4 პარამეტრიდან 3 პარამეტრში დასახელდა საქართველოს საუკეთესო ქვეყნად რეგიონში სოციალური დახმარების თვალსაზრისით. ეს არის ადეკვატურობა სოციალური დახმარების, ეს არის ეფექტიანობა, ეს არის მოცვა. ერთ-ერთი პარამეტრი არის მიზნობრიობა, სადაც საშუალო პარამეტრი ჰქონდა, საშუალო მაჩვენებელი გამომდინარე იქიდან, რომ უფრო მოცვის, უფრო მაღალი ხარისხი ჰქონდა ქვეყანას, ვიდრე მიზნობრივი სოციალური საჭიროებები. ამის არსებობას და ამასთან დაკავშირებით გეგმება სერიოზული ნაბიჯების გათქმა, რაც მისასალმებელია, რაც შეეხება უკიდურეს სიღარიბის სხვა არც მიღმყოფი მოსახლეობის მდგომარეობას, მის გაზრდის თუ შემცირების მიმართულებით, ის მკვეთრად არის შემცირებული. ამას მსოფლიო ბანკი აქვეყნებს. მაგალითად 2004 წელს 21% უკიდურეს სიღარიბეში მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2012 წელს 19%, ანუ პრაქტიკულად არ შეცვლილა, ხოლო ახლა არის 2024 წლის მაჩვენებელი არის 4%, ანუ 5-4 ჯერ შემცირდა მაჩვენებელი. 540,000 ადამიანი გამოვიდა 12 წელიწადში უკიდურეს სიღარიბის მდგომარეობიდან. მაშინ, როდესაც წინა 9 წლიან პერიოდში პრაქტიკულად არ დაძულა ადგილიდან საკითხი. პრაქტიკულად არ მოგვარებულა არაფერი, ლოკოკინა თავისი ტემპით უფრო სწრაფად შემოვლიდა დედამიწას, ვიდრე იმ ტემპით, რა ტემპითაც სიღარიბის მაშინ ვებრძოდით, რამე შეიძლება მომხდარიყო კარგი და სასიკეთო. მკვეთრი კონტრასტული განსხვავება ამ თვალსაზრისით საქართველოს აგრძელებს ძლიერ ზრუნვას მოსახლეობას და ეს ნაბიჯები, რომელიც იდგმება სამინისტროს მხრიდან, რადიულად მოიმსახურება ამ ძლიერი პოზიციების დაფიქსირებას. დიდი მადლობა ბატონ მიხეილ. ბატონ მიხეილ, თქვენი მოსაზრება. პირველ რიგში მეც უნდა შეუერთდე, რა თქმა უნდა, მისალმებასაც და მადლობასაც. მადლობა დებატებისთვის, ეს მართლაც კარგი შესაძლებლობაა და სრულად ვიზიარებ, ბატონმა ვახტანგმა წამოიწყო საუბარი იმაზე, რომ ეს დებატები აკლდა ნამდვილად საზოგადოებას. უბრალოდ ერთი რამ მინდა შევნიშნო, რომ როდესაც ასეთ საკითხებზეა საუბარი, სადაც პროფესიონალური შეფასებები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ნეიტრალური პოლიტიკურისგან. მნიშვნელოვანია, რომ ეს ასეთიც იყოს დებატების დროს და არა ისეთი, რომ მაგალითად საქსტატში თურმე მონაცემია, რომლითაც მოსახლეობა სულ ღარიბდება, სულ რაღაცა უბედურებასთან გვაქვს საქმე და ეს სწორედ ამაში მდგომარეობს ბატონობიორგი манипуляციური ინტერპრეტაციები. მდგომარეობს იმაში, რომ თუ კი საქსტატს იმოწმებს, სწორედ საქსტატზე დაყრდნობით შეგიძლიათ დაინახოთ იქ მარტივი მონაცემი, რომ 2012 წელს მაგალითად სიღარიბის მაჩვენებელი 30%-ს აღემატებოდა, ახლა 9.4%-ია. ეს ხო მნიშვნელოვანი დინამიკა, არასდროს ასეთი ტემპი არ ქონია ქვეყანას, რომ ასე ვითარდებოდეს და ასე მცირდებოდეს სიღარიბე. ეს არის რეალობა. ეხლა რაც შეეხება აქ ძირითადად რაც იყო ნათქვამი, პრაქტიკულად რაც იკვეთება, ეს არის რომ ყველა ეთანხმება იმას, რომ კი სოციალურად სამართლიანი უნდა იყოს ბაზა და ეს არის სწორი გადაწყვეტილება, რაზეც საუბრობთ. მართალი ბრძანა ბატონმა დიმიტრიმ აბსოლუტურად მართალი თქვა, რომ ეს არის გაბედული. ამას თავის საკებრად არ ვიძახი, უბრალოდ ამას ჭირდებოდა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გამბედაობაც და პოლიტიკური ნებაც, რომ ის რაც სწორია, ის გადაწყვეტილიყო და არ ყოფილიყავით მუდმივად მძევალი იმის, რომ პოლიტიკური სპეკულაციები მოყვებოდა ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, მაგალითად ინდივიდუალური რომელიმე ოჯახის შეფასებას. ამიტომ ეს არის საზოგადოებას ღიად უნდა უთხრა და არც არაფერი სათაკილო ამას ყველა ოპონენტმა უნდა აღიაროს.
ეს არის, რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილება. სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ სოციალური სამართლიანობა სად თუ არა ამ სფეროში უნდა იყოს პირველ რიგში დასული და ზუსტად ამ მიზნისთვის გვესაჭიროება ყველაფერი ეს, რომ ის რაც რეალურად ხორციელდება სოციალური დახმარების სახით, ის დიახ, რა თქმა უნდა, ყოველი თეთრი ეფექტიანად უნდა ხმარდებოდეს იმას, ვისაც ყველაზე მეტად ეს სჭირდება. დრო გავიდა, საკმაოდ კი ბევრი მაქვს, მაგრამ უღრმესი მადლობა, თქვენ კიდევ გექნებათ ამის საშუალება. ახლა იწყება მეორე რაუნდი, როდესაც თქვენ კითხვებს უნდა უპასუხოთ და ამჯერად ნამდვილად 3 წუთი გაქვთ პასუხისათვის. ბატონო ანდრია, თქვენგან დავიწყებთ, შეიძლება სოციალური სისტემის ეფექტიანობაზე საუბარს, რადგან თქვენ ექსპერტი ბრძანდებით, ასევე ბრძანდებოდით მინისტრიც. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოხდეს დახმარების ადმინისტრირება ისე და იმგვარად, რომ სამართლიანად მივიდეს რაღაცა კონკრეტული თანხა, ფული იმ ოჯახებამდე, ვისაც ეს რეალურად სჭირდება, რა უნდა შეიცვალოს პირველ რიგში, რადგან თქვენ ამ სისტემას იცნობთ კაფე. პირველი მინდა გითხრათ, რომ რა უნდა შეიცვალოს და პირველი ციფრებით რახან დაიწყო, ვეთანხმები, მართლა სტატისტიკას უნდა დავეყოთ და მართლა შემცირდა სიღარიბე, როგორც საერთაშორისო მაჩვენებლების, საერთაშორისო სიღარიბე, ისე ეროვნული. ამის დანახვა შეუძლებელია. მაგრამ ეს შემცირება დაიწყო, როგორც კი სახელმწიფო ფეხზე დადგა. როგორც კი 95-14 წლებში სახელმწიფო დადგა, მაშინ ჩვენი სიღარიბის მაჩვენებელი თუ 2002 წელი გაინტერესებდა 52% იყო სიღარიბის მაჩვენებელი. სოფლიო ბანკის მაჩვენებლით, რომელიც არის ერთ სულმოსახლეზე $3 შემოსავალი. ნუ ჩვენაირი ქვეყნისთვის მაშინ. ამის შემდეგ შემცირდა სწორედ 34-მდე და თქვენი ასე ვთქვათ, პერიოდში, რასაც თქვენ ახსენებთ, შემცირდა 9%-მდე. კარგი მაჩვენებელია. ამ პერიოდში ჩვენ გავიარეთ ომი, ჩვენ გავიარეთ კოვიდი, რამაც თავისი დამღა დააწესა. ამიტომაც იმისათვის, რომ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, ხო? პირველი, რაც ითქვა, ეს მეთოდოლოგია უნდა დაიხვეწოს, უნდა იყოს სამართლიანად გაცემული ეს თანხა, რომ მართლა ღარიბებმა მიიღონ. იმიტომ რომ ეს იმას კი არნიშნავს, რომ უნდა შემცირდეს ამ პროგრამის ბიუჯეტი. არამედ გამონთავისუფლებელი არამიზნობრივი ხარჯი გადამისამართეს ღარიბებზე და გარდაფულადი დახმარებისა მათ ჰქონდეთ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების შესაძლებლობა და მხარდაჭერა. ძალიან კარგია ბავშვების დახმარება რო იყო. ეს თავის დროზე UNICEF-ის რეკომენდაცია იყო ჯერ კიდევ 2012 და კარგია რომ ძალას შევიდა. ბავშვიან ოჯახებს მეტი მხარდაჭერა ჭირდებათ. მაგრამ უნდა იცოდეთ ისიც, რომ მთავარი მხარდაჭერა და მთავარი გამოსავალი სიღარიბიდან არის უმუშევრობა. და საბოლოო ჯამში უნდა დავფიქრდეთ, რატო გარბის საქართველოსთან ათასობით ახალგაზრდა ოჯახი იმისათვის, რომ დააღწიოს თავის სიღარიბეს და უმუშევრობას, ხო, საზღვარგარეთ. ეს ხო ვიცით. რატო ხდება, რომ შობადობა დაეცა ესე საქართველოში, ხო? და როცა უკვე ფაქტიურად გასულ წელს ყველაზე მინიმალური რაოდენობა იყო ჩვენთან შობადობის, თითქმის 35-36,000-მდე დავიდა შობადობა, ხო? საბოლოო ჯამში უნდა დავფიქრდეთ, რატო ვერ ვახერხებთ ისეთი სოციალური გარემოს შექმნას, ისეთი მისამართული პროგრამების გახორციელებას. რა გვაკლია? დიალოგი. ის გვაკლია, რომ ხშირად თითის გაშვერის მაგივრად ერთად ვიპოვოთ გამოსავალი, რომ გრადი გადაწყვეტილება იყოს მიღებული და პოლიტიკურ ცვლილებებთან ერთად თითი არ უქნიოთ ერთმანეთს და განვითარდეს. ჩვენ ხო საერთო ქვეყანა გვაქვს. ეს ხო საერთო საქართველოში ცხოვრობს ეს ღარიბი ადამიანები, ხო? ხო არ შეიძლება მთავრობიდან მთავრობამდე აყვედრიდნენ ამ ადამიანებს თვითონ საქართველოს საზოგადოების მიერ გაცემულ თანხას. არც ერთი მთავრობის ფული არ იყო. არც წინა მთავრობის, არც იმის წინათ, არც ამის. ეს არის ქართველი ხალხის ფული, რომელიც ხვარდება და უნდა მოხმარდეს ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს საქართველოში. ნუ რავინე დაიბრალებს, რომ ეს არის ვინმეს ჯიბიდან ამოღებული, ან ბატონი დიმიტრის ჯიბიდან ამოღებული, ან ბატონი ფინანსთა მინისტრის მოადგილის ჯიბიდან. არა, ეს არის ქართველი ხალხის გადასახადებით დაფინანსებული ფული. მადლობთ. უღრმესი მადლობა, დიდი მადლობა. ბატონ დიმიტრი, თქვენ წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს და სწორედ აი აქედან გამომდინარე, ალბათ თქვენ უკეთ გეცოდინებათ, რატომ ხდება ისე, რომ სოციალურ დახმარებას იღებს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე არის აი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანები. რა სად ხედავთ თქვენ პრობლემას და თუ კი თქვათ ციფრებს დაუჯერებთ და სიღარიბე განახევრდა, რატომ არ შემცირდა ავტომატურად აი ამ ადამიანების ციფრი, რომლებიც იღებენ ამ დახმარებას? რა მოხდა მაშინ, რასთან გვაქვს საქმე? თუ დეტალებს არ ჩავხედავთ, შესაძლოა გაჩნდეს ასეთი განცდა, რომ სიღარიბე თუ შემცირდა, რატომ არის მომატებული სოციალურ დაუცველთა ბაზაში იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვის დახმარებას საჭიროებს და ისინი ღებულობენ. ეს განაპირობა იმან, რომ საწყისი ეტაპიდან დღემდე დიაპაზონი გაიზარდა
და უფრო მეტი ადამიანი ფიქსირდება ბაზაში შესაბამისად გაფართოებული კრიტერიუმებისა და სხვადასხვა ეტაპების გამო. აი მაგალითად ხო, თუ ავიღებდით იმ კრიტერიუმებს, რაც იყო საწყის ეტაპზე და უშუალოდ 2012 წელს, 2013 წელს, მაშინ დღეს ეს რაოდენობა იმ კრიტერიუმებით პირდაპირ დაცვლით არ იქნებოდა, მაგრამ შეხედეთ 57000 ქულამდე იყო შეფასებითი დიაპაზონი და გაიზარდა 65000-მდე. რა თქმა უნდა, სხვაობა ამ ქულათა შორის მეტ ადამიანს მოიცავს და ასევე შემდეგ გავზარდეთ ჩვენ 100000 ქულამდე ბავშვთა დახმარების ოდენობა, რომელიც საერთოდ არ არსებობდა, ნული იყო. და 100000 ქულამდე 65-დან ზევით ბავშვებიც დაემატნენ უკვე თავისი დახმარებით და ბაზაში რაოდენობაც გაიზარდა. ასევე შემდეგი ეტაპი იყო, როცა 100000 ქულამდე გაიზარდა ბავშვთა დამატებით კიდევ დახმარება, თავიდან 50, შემდეგ 100 და 200 ლარი საბოლოოდ რაც ეძლებოდა ამას სხვადასხვა 250000 ბავშვი ღებულობს ამ დახმარებას. პანდემიის დროს როცა გამოცხადდა მორატორიუმი, იმიტომ რომ რთული იყო პროცესების მართვა, რთული იყო ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნება, იმიტომ რომ პრაქტიკულად მათი შესაძლებლობები შეიზღუდა პანდემიის პირობებში, ამიტომ სახელმწიფო მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბაზიდან არ გამოეყვანა, ანუ გადამოწმეები შეეჩერებინა და თუ კი ახალი საჭიროება ხდებოდა, ბაზაში შეეყვანა ახალი მოქალაქეთა, რა თქმა უნდა, ამანაც გაზარდა მოქალაქეთა რაოდენობა. დასაქმების პროგრამა, როდესაც მიეცათ საშუალება მოქალაქეებს, რომ დასაქმებულიყვნენ და ამის გამო ბაზიდან არ გამოსულიყვნენ, ანუ მათ ოჯახის წევრებს 4 წლის ვადით გადაევადათ დამატებითი ოჯახის ამ კუთხით შემოწმება. რა თქმა უნდა, გაიზარდა დიაპაზონი, გაიზარდა მოქალაქეთა, მოსარგებლეთა რაოდენობა, მაგრამ ეხლა გამომდინარე იქიდან, რომ საწყის ეტაპზე იყო მაღალი მაჩვენებელი სიღარიბის, ანუ 34% და დღეს არის 9%, რა თქმა უნდა, თავად ციფრები მეტყველებს იმას, რომ ბაზას ჭირდება განახლება, ჭირდება გადამოწმება, მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ, რომ ეს უნდა იყოს გამჭვირვალე პროცესი, უნდა იყოს დეტალურად აღწერილი ის კრიტერიუმები და ასევე უნდა შედეგზე ვიყოთ ორიენტირებული, რომ არ მივიღოთ ის, რომ ვისაც ჭირდება, ისიც ამოვარდეს ამ ბაზიდან, ან ვისაც ჭირდება, ის ვერ მოხვდეს ამ კრიტერიუმებით დახმარების, ასე ვთქვათ, ამ ბაზაში. აი, ჩაგეკითხებით, დროგი გავიდა, მაგრამ ბატონი ანდრია ამბობდა, რომ თანხა არ უნდა შემცირდეს, პირიქით უნდა გადანაწილდეს იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან აი ამ ზღვარს მიღმა. მოკლედ თუ შეიძლება რომ იპასუხოთ, თქვენი პოზიცია როგორია აი ამასთან დაკავშირებით. სოციალურ პოლიტიკაზე 2, 3 და თუნდაც ჩაკითხვის ერთი. რადგან ეს ფაქტობრივად ერთია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სოციალური დახმარების პროგრამა არ არის ერთადერთი და თუნდაც საუკეთესო საშუალება დახმარების კუთხით მოსახლეობის სიღარიბიდან ამოყვანის. მაგალითად, UNICEF-ის კვლევებით არის დადასტურებული, რომ ყველაზე კარგი საშუალება პროგრამათა შორის სიღარიბის დაძლევის ეს არის პენსიის, ასაკით პენსიის, ასე ვთქვათ, გაცემა. და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამაზე სამუშაო გვაქვს, მინდა ხელისუფლების წარმომადგენლებს მინისაც უთხრა, რომ საარსებო მინიმუმი აქ გადასახედია. რამე თუ დათვლით იგივე საქსტატის დათვლით მინიმალური საარსებო მინიმალური ასე ვთქვათ სასურსათო კალათა დღეს არის 283 ლარი. არადა, როდესაც ასევე გადამოწმებით და დათვლებით საპენსიო სეგმენტის ყველაზე ღარიბ 40%-ია ფენას შორის სასურსათო დანახარჯები 52%-ია. არასასურსათო არის 48%. ამიტომ თუ კი ჩვენ სასურსათო კალათაში სადაც 70% სასურსათო დანახარჯებზე მიდის და 30 დანარჩენ დანახარჯზე, თუ კი ამ კუთხით ჩვენ სამართლიანად მიუდგებით, მაშინ საარსებო მინიმუმი უნდა იყოს 390-400 ლარი და 70 წელს ქვემოთ ასაკის პენსიის გასცემელი დღეს არსებული 370 იცდება საარსებო მინიმუმს და ამის ვალდებულება მინდა გითხრათ, რომ არის გაეროს კუთხითაც კომისია არსებობს ამის, როცა მინიმალურ საჭიროებებთან მიახლოებული უნდა იყოს როგორც სოციალური, კულტურული და ასე შემდეგ სხვა პროგრამები. დიდი მადლობა. ბატონო, თქვენ შესავალ სიტყვაში ფაქტობრივად მიანიშნეთ, რომ ეს არის ერთგვარად
კონტროლის გაძლიერება მოქალაქეებზე. მაგრამ არსებული სოციალური დახმარების მოდელი ადამიანებს თქვენ როგორ თვლით ეს რეალურად ეხმარება თუ ქმნის დამოკიდებულებას, ერთ ვთქვათ დამოკიდებულებას სახელმწიფოზე. ეს სწორედ თქვენი პარტიის გირჩის ლოგიკიდან გამომდინარე, როგორ მიიჩნევთ და თქვენ რომ იყოთ ხელისუფლებაში გასაგებია რომ აი ამ 500 ლარიან სუბსიდიას დაარიგებთ ყოველთვიურად, მაგრამ საიდან მოგაქვთ ეს ფული? ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი განმარტო. აი ეს პროგრამა, რაზეც ეს ლაპარაკობთ, სანდრო დამეთანხმება, ჩვენი ინიცირებული იყო და სინამდვილეში ეს იდეა რომ მოდი დავეხმაროთ ღარიბებს და არა ყველას, ეს ჩვენ შემოვიტანეთ 2004 წელში ბატონი ზურაბ ჟვანიას ეს იყო რა ქვია, ნუ ფაქტობრივად დახმარება და ხელშეწყობა და წარმოიდგინეთ რომ ჩვენ რასაც ფულს ხარჯავთ ვართვევთ ადამიანებს, მე ამას უბრუნებთ ნებისმიერ, აი მაგალითად პენსიონერები როგორც აი ყველაზე დიდი კატეგორია, სტატისტიკა რომ ნახოთ, პენსიონერების უფრო მეტი ნაწილი ცხოვრობს საშუალოზე შეძლებულ ოჯახებში და უფრო ნაკლები ნაწილი ცხოვრობს გაჭირვებულ ოჯახებში. და ეს პროგრამა იყო მიმართული კონკრეტულად სიხარიბისკენ. მე მქონდა ილუზია თავის დროზე, რომ ყველა პროგრამა განათლება იქნებოდა, ჯანდაცვა იქნებოდა, ანალოგიურ რელსებზე უნდა გადმოწყობილიყო. ანუ ფაქტობრივად სოციალური ხარჯები სახელმწიფოსი მიმართული იყო მხოლოდ მიზნობრივად, მხოლოდ აი ამ ტიპის პროგრამის მეშვეობით იმ ოჯახებისკენ, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირდა. მაგრამ საქმე, ანუ მე ახალგაზრდაც ვიყავი მაშინ და ვერც კი წარმოვედგინე, მაგრამ ბენდუქიძე მართალი აღმოჩნდა, დარჩა ის პროგრამებიც, ჩვეულებრივად, რომელიც აი უნივერსალურია და ყველას რო ეხება მდიდრებსაც და ღარიბებსაც და მდიდრებს როგორც ცნობილია, უფრო მეტი ხელმისაწვდომობა აქვს საბიუჯეტო რესურსებისადმი, მეტი ნაცნობობა აქვს, მეტი კონტაქტები აქვს, მოკლედ ბიუჯეტიდან ფულის გამოწვევის მეტი შანსი აქვს და შესაბამისად ორივე გაიზარდა. და ეხლა ჩვენ რას ვაკეთებთ, წარმოიდგინეთ. ჩვენ რო ეხლა რასაც დაახლოებით 9000 ლარს ერთ ადამიანს ვართვევთ ქვეყანაში. აქედან სოციალურ ხარჯებზე უშვებთ დაახლოებით 6000 ლარს. ანუ ფაქტობრივად რასაც მე ვიძახი რომ მოდი უკან დაუბრუნოთ ეს ხალხი თვითონ მიხედავს მეთქი. აი ამ პროგრამაშიც კი ეხლა ერთ ბენეფიციარზე დაახლოებით მოდის 110 ლარი საშუალო ბენეფიტი. მაშინ როდესაც საშუალოდ მოქალაქეებისთვის თვეში 500 ლარი გვაქვს ამაზე გამორთვეული. მე ამის დაბრუნებას, აი თქვენ რომ მეკითხებით, რას გააკეთებდითო? მე ვაცნობიერებ ჩემ შეცდომას, შეიძლება ახალგაზრდულ შეცდომას, პოლიტიკაში გაუთვით ცნობიერებლობის შეცდომას, რომ აი ის კი არ მოხდებოდა, რაც იმ მომენტში ჩვენ გვეგონა რომ აი სწორი გზაა. არამედ პოლიტიკურად, აი ეხლაც როგორც ყოველი არჩევნების წინ მატულობს ბენეფიციარების რაოდენობა. არჩევნების შემდეგ სულ იწყება მსგავსი საუბარი, რომ ბევრი ხალხია, მოდი უნდა გავფილტროთ. და ჩემი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ კი ეს პროგრამა ყველა დანარჩენ პროგრამა სოციალური ჯობია, მაგრამ ორივე ერთად აღებული უფრო დიდი პრობლემაა მთელი საზოგადოებისთვის, ვიდრე საერთოდ რო არ გამოგვერთმია ამდენი ხალხისთვის ამდენი ფული. დიდი მადლობა თქვენი პოზიციისთვის. ბატონ გიორგი, გასაგებია რომ პრობლემა იდენტიფიცირებულია, ამას თქვენც ამბობთ, თქვენ პარტიაში იზიარებთ, რომ ეს არის ნამდვილად პრობლემა, მაგრამ თქვენი პარტიის შეფასებით ეს კონკრეტული ცვლილებები რატომ ფიქრობთ, რომ პოლიტიკური ნიშნით იქნება გამოყენებული, რადგან იყო ამაზე მინიშნებები, რომ ეს პოლიტიკური ნიშნით გამოიყენებს ამას ხელისუფლება ეს-ერთი და გამოსავალი თქვენთვის რა არის მაშინ? ეს არის ბენეფიციართა შემცირება, რასაც აპირებს დღეს სახელმწიფო თუ საერთოდ სოციალური მოდელის რადიკალური ცვლილება? ბატონო, მადლობა კითხვისთვის. იმიტომ პირველივე კითხვას პასუხობ, რომ ყველაფერს ოცნება აკეთებს პოლიტიკური მიზნებისთვის. და არანაირი სანდოობა და არანაირი გარანტია იმისა, რომ დღეს სხვანაირად მოიქცევა არ გვაქვს. რა ტიპის გარანტიას ითხოვთ უკაცრავად? გარანტია და სანდოობა უნდა მოიპოვო შენს მიერ განხორციელებული ქმედებებით. და ხა იმ პირობებში, როდესაც ყველა არჩევნებს, სხვა გაყალბების სხვა მეთოდებს აღარ გულისხმობ ამ სოციალური დახმარების გამოყენებით იგებ, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც სარგებლობ სოციალურად მოწყვლადი ადამიანებით, ნაცვლად იმისა, რომ მათი სიღარიბე რეალურად შეამცირო. მათ აშანტაჟებ სოციალური დახმარების მოხსნით. აი ამას გულისხმობ ზუსტად. და რაც შეეხება სიღარიბის შემცირებას, აი ბატონი მიხეილი საუბრობდა. ჯერ ეგრეთი ეს 2012 წლის ანალოგი საერთოდ რა უბედურებაა. აი რა ნამუსით უნდა ილაპარაკოს დღეს პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ, ეგრეთ წოდებულმა თუ არა ეგრეთ წოდებულმა და შეადაროს საკუთარი ასე ვთქვათ შედეგები 2012 წელს.
იმიტომ აირჩია ხალხმა 2012 წელს ოცნება, რომ დღეს იმაზე ელაპარაკა ოცნების მინისტრს, რომ თურმე სიღარიბე დაიძლია და იცით რა მონაცემს გულისხმობს და აიყრდნობა, როდესაც გულისხმობს, რომ სიღარიბე ამდენი და ამდენი პროცენტით არის, ასე ვთქვათ, შემცირებული, როდესაც ადამიანი დღეში 4 ლარზე მეც ხარჯავს. ანუ წარმოგიდგენიათ, ანუ ადამიანს, რომელსაც აქვს თვეში 120 ლარი, თურმე ეს ადამიანი ღარიბი აღარ არის. და ეხლა აი ამის შემდეგ, ამ რეალობის შემდეგ რა სტატისტიკაზე უნდა ვისაუბროთ. როდესაც არსებობს იგივე საქსტატის მონაცემი, რომლის მიხედვითაც 46% ამ ქვეყანაში ადამიანების ჩვენი მოსახლეობის 46%-ს დღეში 15 ლარის დახარჯვაც კი არ შეუძლია ელემენტარულ საარსებო მინიმალურ კალათაზე. ეხლა თქვენ გამოსავალზე რომ გადავიდეთ, თქვენ კითხულობდით შესავალ კითხვაში დასვით, რომ აი რამდენი შეიძლება დაიზოგოს. მაგრამ დიდი ბოდოში რისთვის უნდა დაიზოგოს? იმისთვის, რომ მე ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსმა კორუმპირებულმა პრემიერმა და ბატონი მინისტრის წინამორბედმა მინისტრმა ისევ ხალხს მობაროს? ამისთვის უნდა დაიზოგოს? რისთვისაც სინამდვილეში უნდა იზოგებოდეს? ამას ეს ბატონები არ ეთანხმებიან. აი სულ რაღაცა ერთი კვირის წინ პარლამენტში ქონდა ჩვენ ინიციატივა მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ. ეს არის გამოსავალი. არა, მათ შორის ეს არის, რომ ადამიანების ყიდულუნარიანობა რეალურად გაიზარდოს. და 340 ადამიანის მდგომარეობა ელემენტარულად გაუმჯობესდეს და იცით ყველაზე მეტი კითხვა ვინ დასვა და ყველაზე მეტი წინააღმდეგობა ვინ გაწია? საქართველოს პარლამენტის ოცნების დეპუტაციის მილიონერმა დეპუტატებმა. და მინდა შევახსენო მაყურებელს, რომ 40 ასეთი მილიონერი დეპუტატი ყავს დღეს ოცნებას პარლამენტში. და ყველაზე მწვავე და მე მგონი პირველი შემთხვევა იყო, როდესაც საერთოდ ხმა მოიღეს ამ დეპუტატებმა. და იმიტომ, რომ თურმე ჩვენ ვითხოვდით მინიმალური ხელფასის დაწესებას. ასე რომ მინიმალური ხელფასისთვის არასდროს არ არის ფული ბიუჯეტში. პენსიების ზრდისთვის, რაც ასევე იქნება ჩვენი შემდგომი ინიციატივა, ეხლა გამოსავალზე რომ ეკითხებოდით, 200 ლარი და შემდეგ ინდექსაციით ყოველწლიურად 100 ლარი და ამისთვის ფული არ არის და მაშინ დიდი ბოდიში, მაგრამ რისთვის უნდა დაიზოგოს? ფული უნდა დაიზოგოს იმისთვის, რომ სამართლიანად გადანაწილდეს ყველაზე და არა მხოლოდ ოცნებასთან დაახლოებულ 25 ოჯახზე. და სხვათა შორის ამ 25 ოჯახს ჩვენ ხშირად ვახსენებდით და სულ გვეკითხებოდნენ თქვენი კოლეგები განსაკუთრებით ვინ არის დაგვისახელეთო და თვითონ ოცნებამ დაიწყო მათი დასახელება, როდესაც მათი პირველი მინიმუმ ხუთეული უკვე ციხეში ყავს გამწესებული კორუფციის გამო. ასე რომ თავარი არის სამართლიანობა. სანამ სამართლიანობა არ იქნება და სანამ ეს ბატონები საკუთარ თავზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ აიღებენ და საკუთარი არასწორი პოლიტიკის და მათ შორის დანაშაულების გამო ხალხს ბოდიშს არ მოუხდიან, იქამდე არაფერი არ გამოსწორდება და არავის არ იქნება ნდობა, რომ თვალიდან ანგელოზები გახდეთ. ბატონ მიხეილ, თქვენ ცლად ისაუბრეთ თქვენს შესავალში და აღნიშნეთ ის საერთაშორისო პარამეტრები, მოიყვანეთ მაგალითად რომელიც თქვენ გაგვთხელთ, მაგრამ მე მაინტერესებს თუ სისტემა არ მუშაობდა, ნიშნავს თუ არა ეს რომ ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი არამიზნობრივად დაიხარჯა. მე მესმის რომ სავალუტო ფონდის შეფასება არის კარგი სხვა ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების, მაგრამ რეალობა ხომ ეს არის რომ სისტემა მთლად კარგად არ მუშაობდა, რაზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ. და რის შესახებაც გვაქვს დისკუსია. მადლობა, გიპასუხებთ შეკითხვაზე. თან მინდა გავამეხმაურო, რომ ჩემს მონაცემებში ეჭვი შეიტანეს, მე სოფლიო ბანკის მონაცემები გავაჟღერე, აქ საუბარი ხარს 4 ლარზე, არც სხვა პარამეტრებზე. ეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცია არის, ეს სოფლიო ბანკის ინფორმაცია. ასაც ვეუბნები, რაც შეეხება თქვენ შეკითხვას და თან გავაგრძელებ ამ საკითხს. რა თქმა უნდა, მიზნობრივებთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც ვახსენე და საერთაშორისო ფონდის ანგარიშსწორედ ამაზე იყო საუბარი, რომ სამი მიმართულებით არის საუკეთესო შეფასება, ერთი მიმართულებით მიზნობრივებთან დაკავშირებული არის შუალედური შეფასება, ანუ საშუალო შეფასება და ეს ბუნებრივია გამოსასწორებელი თვალსაზრისით, რომ მოცვის მაჩვენებელი უფრო მეტია, ვიდრე მიზნობრივი კატეგორიას ეს სჭირდება, შემცირდეს მიზნობრივი აუცილებლობიდან გამომდინარე და ზოგიერთი თანხა უფრო მეტად გადანაწილდეს უკეთესად დანარჩენ მოსახლეობას. ესა ამ ახალი განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც ბუნებრივია კარგი. რაც შეეხება მდგომარეობას, თუ რამდენად ეფექტური იყო პროცესი იყო ძალიან ეფექტური. შევხედოთ ისე სოფლიო ბანკის მონაცემებს, თუ როგორ შეიცვალა მოსახლეობის მდგომარეობა მათი შეფასებით, წყვილდულარიობის პარიტეტის მიხედვით და არა მაგალითად ჩემი დათვლით, არა ვთქვათ მთავრობის დათვლით, შეიძლება ვინმე მეჭვი შეიპაროს. აი ბატონო ანდრიამ ახსენა მაჩვენებელი, რამდენიმე კატეგორია თყოფს სოფლიო ბანკი სოციალური მდგომარეობის საერთაშორისო ცხრების მიხედვით მოსახლეობას. ერთი ვახსენე უკიდურესი სიღარიბე და როგორი პროგრესი გვაქვს ამაზე თქონდა საუბარი, მეორე არის დაბალი საშუალო შემოსავლის კლასზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოსახლეობა
ესეც ხელმოკლეები არიან, ბუნებრივია, რომ საშუალო ფენაში ვერ გადადიან ვესტაბელ კატეგორიაში. შედარებისათვის ისევ შევადარებთ ძვერ პერიოდს და მინარე სიტუაციას, 37% იყო მოსახლეობის 2004 წელს, იყო შემდგომ 34 2012 წელს, ანუ პრაქტიკულად არ შეცვლილა, ხოლო ახლა 2024 წელს არის 11%, ეს მაჩვენებელი შემცირებულია სამჯერაა შემცირებული და ამ კატეგორიიდან ამოსული არის, ამ სოციალური მდგომარეობიდან გამოსული არის 870,000 პირი. დატოვა ეს მდგომარეობა და გადავიდა საშუალო ფენის მინიმალური საშუალო კლასის კატეგორიაში. ახლა რაც შეეხება ყველაზე მაღალ კატეგორიას, ანუ მაღალი საშუალო შემოსავლის კლასის მქონე კლასის შემოსავალზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეთა რაოდენობას. აქ კიდევ უფრო თვალსაჩინოა პროგრესი. რომ ეს უკვე სიხარების დატოვებას არამედ მაღალი საშუალო კატეგორიის კლასში გადასვლას ნიშნავს. 1 მილიონი ადამიანია გადასული მსოფლიო ბანკის მონაცემებით 2012 წლის შემდგომ ამ კატეგორიაში. ეს სიხარების მაჩვენებელი 2004 წელს იყო 77%, 2012 წელს იყო 72%, ანუ პრაქტიკულად არ შეცვლილა. ახლა შემცირდა ეს მაჩვენებელი რაოდენობა 40%-ით და 1 მილიონი ადამიანი გადავიდა მაღალ კატეგორიაში, მაღალი საშუალო შემოსავლის კლასის კატეგორიაში. ეს რა თქმა უნდა მიღწევა. დიდი მადლობა ბატონო მიხეილ. ბატონო მინისტრო, თუ სოციალური დახმარების სისტემა წლების განმავლობაში არ მუშაობდა კარგად და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ დღეს და არ ასახავდა უბრალოდ იმ მოქალაქეთა რეალურ მდგომარეობას, რომელიც არის და დღეს არის უკვე საუბარი აი ამ ციების დაზუსტებაზე. ეს როგორ თვლით თქვენ? არის სისტემური პრობლემა თუ ეს იყო დროებითი პრობლემა, რადგან საუბარი არის პანდემიის პერიოდზე, როდესაც არ ხდებოდა გადამოწმება და 4 წლიანი პაუზა იყო აღებული. მადლობთ. მე ვეცდები სწრაფად გიპასუხოთ ამ კითხვაზე და გადავიდე აქ რაც ითქვა, იმაზეც მინდოდა კომენტარების გაკეთება. პირველი რაც უნდა ითქვას, რომ დიახ, რა თქმა უნდა, ეს იყო მაინც დროებითი, მაგრამ მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც შეიძლება ქონდეს ნიშნები სისტემურობის. რატომ იყო პრობლემა? იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ისევ ერთი და იგივე საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით იყო მოცემულობა, როდესაც სიღარიბე კლებულობს და საკმაოდ მაღალი ტემპით, ესე იგი კიდევ ვიმეორებ, ამ 2012 წლიდან 30-ზე მეტი იყო პროცენტი აბსოლუტური ხო სიღარიბის ჩამოვიდა 9.4%-ზე. აი სულ მუდმივად კლებულობს პანდემიის მიუხედავად. ეს ნიშნავს იმას, რა თქმა უნდა, რომ ეს ერთი მაჩვენებელია, მეორე მაჩვენებელი ბაზებში სოცდაუცველების და კონკრეტული ახსნაც ითქვა ამისი, რატომ ფაქტია, რომ დინამიკა იყო პირიქით აღმავალი. ეს პრობლემატურია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აბსოლუტურად ასიმეტრიულად მიდიოდა ეს რიცხვები. ამიტომ მე მგონია, რომ ამაზე ვთქვი ზუსტად, რომ როდესაც აქ ვინმე მოიხმობს რიცხვს, რომ თუ სიღარიბე კლებულობს, მაშინ რატო იზრდება სოცდაუცველების ბაზა, ზუსტად ამიტომ. ესე იგი ახსნა იყო, რომ პრობლემა იყო ადმინისტრირებისა, მათ შორის თავის დროზე მორატორიუმის მიღებით, ბევრი სხვა ფაქტორით. ფაქტია ისე მოხდა, რომ ესე დაღმავალი რუდი არ აისახა ამ მიმართულებით. ფაქტია, რომ ეს რაღაცნაირად სოციალური სამართლიანობა უნდა აღქმის. როგორ აპირებთ ამას? ამიტომაც ვამბობთ, რომ სოციალური სამართლიანობისთვის ზუსტად ამიტომ არის აუცილებელი, რომ რაც შეიძლება მეტი ეფექტი მეტი რესურსი ჩაიდოს, მეტი ეფექტის მოსატანად, რომ თითოეული დანახარჯი, თითოეული თეთრის დანახარჯი ემსახურებოდეს საბოლოო ჯამში იმ მიზანს, რასაც ქვია ამ ხალხის ხელშეწყობა, რომ დაძლიონ სიღარიბე. დღემდე რომ ეს ეფექტურად მუშაობს, ეს არის ფაქტი. იმიტომ რომ ამ დანახარჯების ზრდასთან ერთად ფაქტია, რომ პირდაპირ პროპორციულად ქვევით ეშვება თავდაღმართია უმუშევრობისაც და რა თქმა უნდა სიღარიბის დონეც. ეს არის რიცხვები, რომელსაც გვაწვის რეალობას ხსნის, ხო? აი ამიტომაც ვამბობთ, რომ ეს ასიმეტრიულობა ამ რიცხვებში ეს მნიშვნელოვანი დეტალი იყო. სხვათა შორის აქვე უნდა თქვა, რომ ხა ბევრი ითქვა, რომ თითქოს პოლიტიკური მიზნით რაღაც არჩევნების წინ მატულობს და ასე შემდეგ. რა არის იცით, აი თუ კი კვალიფიციურად შევხედავთ უბრალოდ რიცხვებს. ფაქტია, აი თუ კი გავითვალისწინებთ რა რაოდენობით ზრდაზეა, რამდენი ოჯახით გაიზარდა, მაგალითად ბოლო 5 წლის განმავლობაში ოჯახების რაოდენობა. მიხვდებით, რომ ამას არჩევნებისთვის რაღაცა დიადი მიზნებისთვის არავითარი კავშირი ამასთან არ აქვს. და ეს არის უბრალოდ მტკნარი ტყუილი ან ყალბი ეპატაჟურობა, რომელსაც აქ სამწუხაროდ ვისმენთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ის თემა, რომელზედაც ეს უნდა ვრცელდებოდეს. უმუშევრობის მაჩვენებელი იგივენაირად კლებადია, მაგრამ რასაკვირველია, რომ აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ მიღწეული კმაყოფილი ვართ. ან ითქვა მაგალითად 2012-ს რატო ვედრებით? კი ვედრებით, იმიტომ რომ როდესაც ოცნების ხელისუფლების კრიტიკა გვესმის, რასაკვირველია უნდა გვესმოდეს, რომ 12 წლიდან მოყოლებული რეალურად დინამიკა არის პოზიტიური ყველა ამ მაჩვენებლის მიხედვით. მათ შორის იქნება ეს დანახარჯები, თქვათ,
სოციალური მიმართულებით თუ როგორც იყო 1.6 მილიონი იყო სულ მაქსიმუმ სოციალური დანახარჯები ასულია 6.9-ზე ასული. ეს პატარა რიცხვი ხო არა, მთლიანად ჯანდაცვის ბიუჯეტი 9.2 მილიარდზეა ასული. ეს ხომ კოლოსალური ზრდაა, რომელიც ხმარდება რეალურად იმას, რომ მოსახლეობა მიცხოვროს უკეთ, კეთილდღეობისთვის შეიქმნას პირობები. ამაზე ალაპარაკი. და აუცილებლად მინდა კიდევ ჩაგეკითხოთ, შეიძლება თუ არა რომ მომავალში სხვა სოციალური პროგრამების გადახედვაც ვიხილოთ ამასთან ერთად მოკლედ რომ პასუხობთ. პასუხი გახლავთ მარტივი. ჩვენ კომპლექსურად უყურებთ ამ საკითხს, რომ სიღარიბის დაძლევა არის არაუბრალოდ დანახარჯების გაზომვა. არამედ ეს არის რეალურად იმის მიღწევა, რომ ადამიანების რაც შეიძლება მეტ მასას, რაც შეიძლება მეტ ადამიანს, რომელსაც ამ დრომდე ჰქონდა პრობლემა, რომ გამკლავებოდა სიღარიბეს, მას ჰქონდეს მეტი უნარი. სხვათა შორის, ამ კუთხით მხარდაჭერის პროგრამა უბრალოდ ფულის გადახდით, რა თქმა უნდა, არ გეგმავთ, რომ სიღარიბე აღმოიფხვრება. ამას ჭირდება მათ შორის უნარების განვითარება, რაზეც მუშაობს განათლების რეფორმაც ამასთან კავშირშია. და მაგალითად დასაქმების პროგრამები, რომელიც ჩვენი სამინისტროს ქვეშ საკმაოდ წარმატებულად ფუნქციონირებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაგალითად ხდება რაღაცა ჯაჭვის საწყობა, რომლითაც მაგალითად პროფესიული განათლება ქმნის, რა თქმა უნდა, შესაძლებლობას და ავითარებს ადამიანებს, რომ მეტი კონდეთ შესაძლებლობა. აქ დაახლოებით მუშაობს ანკესის და თევზის პარადიგმა, რომელიც ცნობილი პარადიგმაა. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა ბატონ მიხეილ. ახლა მესამე რაუნდის დროა თქვენ საერთოდ გაქვთ საშუალება ერთმანეთს ორი კითხვა დაუსვათ და ვიწყებთ ბატონ ადრია თქვენ თვისთან გაქვთ. თუ გაქვთ რომელიმე ორი კითხვა უნდა დავსვათ. ორი კითხვა შეგიძლიათ დასვათ. გნებავთ ცალ-ცალკე დასვით კითხვები, გნებავთ ორივე ერთ ადამიანს ერთ მონაწილეს დაუსვით, როგორც თქვენ გსურთ. ორი კითხვის უფლება გაქვთ. პირველი კითხვა ბუნებრივია, ალბათ უნდა დავუსვათ მინისტრს. კი ბატონო. და მე ამ კითხვას გამოვიყენებ ცოტა უფრო იმითი, რომ ხარი დაუჭირო იმ ხალხს, ვინც სოციალურ სააგენტოში მუშაობს. და შეიძლება ეს ძალიან მოწყვეტილია დღევანდელ რეალობას. და შეიძლება ბევრი ჩემი მეგობარი ჩემგან ელოდება სხვა საუბარს და სხვა კითხვას, მაგრამ მე დავსვავ ერთ კითხვას. ბატონო მინისტრო, ხო არ იგეგმება ხელფასების გაზრდა სოციალური აგენტებისთვის და სოციალური მუშაკებისთვის, იმიტომ რომ ძალიან დაბალ ხელფასზე მუშაობენ. ხო არ ფიქრობთ, რომ უნდა დაემატოს მათ ტრანსპორტის ხარჯების ანაზღაურება და მე ვიცი ქვეყნები, სადაც მათ ტრანსპორტი ემსახურება და მე ყოველთვის ვიძახდი მაშინაც, როცა ამის საშუალება მქონდა, რომ მანქანები უნდა ემსახურებოდნენ სოციალურ მუშაკებს და სოციალურ აგენტებს და არა დეპუტატებს და ჩინოვნიკებს. მათ შორის თუნდაც ჩემი თავიც აიღეთ აქედა. ეს არის პირველი კითხვა, რომელიც მინდა დაუსვა. კი ბატონო. და მეორე კითხვა, მინდა დაუსვა ბატონ მიხეილს. ბატონო მიხეილ, ბუნებრივია, რომ ციფრები ჯიუტია. ერთ და ერთ სტატისტიკას ვიყენებთ, ეს არის ჯეოსტატი და ხშირად სოფლიო ბანკის მონაცემები, ხო? მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა წლებში სხვადასხვანაირად ითვლებოდა, ბუნებრივია სასურველია, რომ ჩვენ ერთნაირი ციფრებით ვესაუბროთ ერთმანეთს და საზოგადოებას, ხო? ხომ არ ფიქრობთ, რომ უნდა არსებობდეს დებატებამდე ყოველთვის ესე იგი ოფიციალური, აი მე წამოვიღე ესეთი გრაფიკი, რომ ციფრებში არ შევდავებულ ვართ. მე ვაღიარებ ბოლო წლების დამსახურებასაც, ვაღიარებ 2093-12 წლიდან ყველა ხელისუფლების დამსახურებას, იმიტომ რომ ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება და არა რომელიმე მინისტრის და რომელიმე კონკრეტული თანამდებობის პირის. სიღარიბე რო შევცირდა ჩვენთან. ნუ დაიბრალებს ნურც ერთი ხელისუფლება და ნუ დაიბრალებს ნურც ერთი მთავრობა. ეს არის იმ ადამიანების დამსახურება, ვინც დილით ადრე დგებიან, მიდიან სამსახურში, იხდიან გადასახადებს და რაც გვევალება, როდესაც ხელისუფლებაში ვართ, რომ ეს ფული გამკარგოთ სწორად. ამიტომაც ხომ არ ჯობია ყოველთვის ნებისმიერ სამთავრობო საიტზე იყოს ზუსტი სტატისტიკა გამოქვეყნებული. ფინანსთა სამინისტრო ამ თვალსაზრისით შედარებით უკეთესად მუშაობს. მე გულისხმობ, ჯანდაცვის სამინისტროს სადაც სტატისტიკა 2017 წლიდან არ ახდება ხოლმე. იგივე სოციალური სააგენტოს ვებგვერდი, სადაც ვერც ერთ ციფრს ვერ ვიპოვე ბოლო 3 წლის განმავლობაში და იძულებული ვარ. ხო არ ფიქრობთ, რომ ფინანსთა სამინისტრო თავის თავზე უნდა აიღოს და ერთიანი სტატისტიკა, სტატისტიკურ სამსახურთან ერთად და იმასთან ერთად რომელიცაც მე ისარგებლეს ყველა სამინისტრო და ჩვენ გვექნება ერთიანი ციფრები, რომელსაც ვესაუბრებით საზოგადოებას, მიღწეულით გავიხარებთ ერთმანეთს ტყუილ უბრალოდ არ დაუწყებთ თითის ქლევას, თუ რამე მიღწევა იყო ჩვენ წინა ხელისუფლების დროს და შევარდნაძის და ბატონის ზვიადის დროს კიდე
და უნდა ვისწავლოთ ჩვენ არა ერთმანეთის შედარება და დატოლება, არამედ წინ როგორ წავიდეთ რა მაგას. გასაგებია, დიდი მადლობა ბატონო ანდრია, პირველი უსმენთ ბატონ მინისტრს იმასთან დაკავშირებით, სოციალურ აგენტებთან და მათ ხელფასთან დაკავშირებით და მანქანებთან დაკავშირებით, რომელიც ეს კარგი მეთოდი გამოვიდა, რომ კითხვაში დამატებითი დროის მისაკუთრება გამოდის ეს ყველაფერი, მაგრამ ორი წუთი გოროტად არ ვისარგებლებ. მარტივად ვიტყვი, რომ პირველი სოცაგენტების ხელფასთან დაკავშირებით და ისინი იცით ამ მიმართულებით როგორია პოლიტიკა საზოგადოოდ ზრდასთან დაკავშირებით და ტენდენციები არის. სიმართლე გითხრათ, მე ყოველთვის გაცილებით მეტი და გაცილებით მეტი მინდა რომ იყოს საჯარო მოხელის ანაზღაურება, იმიტომ რომ მართლა გულწრფელად ვაფასებ და არა უბრალოდ განცხადებისთვის რეალურად იმ ხალხის შრომას, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ და ამას ვაფასებ, რომ ხაზი გაუსვით ამას. სულ ერთია როგორი იყო თქვენი დამოკიდებულება, მაგრამ ფაქტია რომ ყველა ვინც აფასებს კეთილსინდისიერი საჯარო მოხელის საქმეს, ყველას ამ განცხადებას მე ვეთანხმები და მივესალმები. მაგრამ რაც შეეხება ხელფასის მატებას ამ მიმართულებით, ამ დრომდეც იყო ხელფასის მატების ტენდენცია, რასაკვირველია, ეს ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რეალურადაც შენარჩუნდება, დაყრდნობით იმაზე, რასაც ქვია ქვეყნის ეკონომიკური ზრდა. ეს საბედნიეროდ მართლა ასეა, პირდაპირ პროპორციულად აისახება ყოველწლიურად მზარდი სახელფასო პოლიტიკა, რომელიც არსებობს და საბედნიეროდ ამის შესაძლებლობას აჩენს და ქმნის რეალურად ის ეკონომიკური ზრდა და წარმატება, რომელიც ქვეყანას აქვს. მეორე, აი თქვენ ბრძანეთ და არ შემიძლია უბრალოდ ამას არ დავარქვა, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, პოპულიზმი, როდესაც ერთ კონტექსტში აღნიშნავთ, მაგალითად, მინისტრის სამსახურში მყოფ მანქანას და სოცაგენტისთვის ამის მიცემას. რა არის, იცით, 180-ზე მეტია სოცაგენტი, რომელიც მუშაობს ამ თემაზე. აი დღეს რომ მე მაგალითად ეს ჩემი მანქანა დაუთმო და მივცე სოცაგენტს და იმანიარდოს. აი როგორ ფიქრობთ, ამით რამე არსებითად შეიცვლება თუ ეს ლოგიკურია თუ არა? ერთი მანქანა ყავს სამინისტროში? მე მგონი არა, ერთ მანქანაზე არ არის ლაპარაკი, მოადგილეების რაოდენობაც რო დაამატოთ, მე მგონია თვისობრივ ვერ მანქანებს თუ დაიწყოთ სისტემაში ეხლა თქვენ ხო არ ფიქრობთ, რომ თქვენ რასაც ბრძანებთ ყველაფერს შეგეთანხმებით, სულ მცირე ნაწილები იყო, რომელშიც შეიძლება დაგეთანხმოთ კაც, მაგრამ რეალურად მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში ეს არის უბრალო პოპულიზმი. სხვა მეტი ამას არაფერი ქვია. რაც შეეხება ტრანსპორტს და ყველა ხარჯს, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს მუშაობას, რეალურად ამის რეალური შესაძლებლობაზე რასაკვირველია, რომ იმუშავებს სამინისტრო პრიორიტეტულად. განსხვავებით სხვათა შორის დამოკიდებულებისგან, რომელიც აი თქვენ კი ბრძანეთ, რომ არ შეიძლება ხელისუფლებების შედარებაო, მაგრამ კი ნამდვილად შეიძლება და დღეს არის ხელისუფლება საქართველოში, რომელიც მოხელეზე რეალურად ზრუნავს და არა უბრალოდ ლიტონის სიტყვებით. მადლობა ბატონ მიხეილ, თქვენს პასუხსაც ვისმენთ აი ციფრებთან, მონაცემებთან დაკავშირებით. კითხვაც ბატონმა ანდრიამ დასვა და შემდეგ მას ექნება რეპლიკის საშუალება თქვენს პასუხებზე. დიდი მადლობა. საქართველოს გამორჩეულია გამჭვირვალობის პარამეტრები და ინფორმაციის გამოქვეყნების თვალსაზრისითაც ბიუჯეტის გამჭვირვალობა პირველ ადგილზეა მსოფლიოში. ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით რაც გულისხმობს იმას, რომ არა მხოლოდ დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში, არამედ ყველა პარამეტრი, საბიუჯეტო პარამეტრი მაქსიმალურად არის გამოქვეყნებული ჩვენ საიტზე. რაც შეეხება სოციალურ სტატისტიკას და ყველა სტატისტიკას, მათ შორის იმას, რომელსაც ფინანსების მინისტრო აქვეყნებს, საქსტატის ვებგვერდზე ყველა ინფორმაცია გამოქვეყნებულია. აბსოლუტურად ყველა. მათ შორის ის ინფორმაცია, რომელიც თვითონ სტატისტიკა არ აწარმოებს, მაგალითად, სოფლიო ბანკის თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების და პროაქტიულად აქვეყნებს ამ ვებგვერდზე საქსტატი. მე გირჩევთ, რომ გაეცნოთ ამ ვებგვერდს უფრო გულდასმით და ყველა ინფორმაციას, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, იქ იპოვით და არც ერთ ინფორმაცია არ არის დამალული, ასე რომ სხვა დანარჩენი თუ რამე ინფორმაცია თქვენ გაინტერესებთ და არის ამაზე დაკავშირებით რაღაც მოთხოვნა, შეგვიძლია გავიაროთ ეს საკითხი და ადვილად დარწმუნდებით, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქტიურად აქვეყნებს ყველა ინფორმაციას, მათ შორის ფინანსების სამინისტრო და ყველა სამინისტრო უწყება თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს. დიდი მადლობა, თქვენ გაქვთ რეპლიკის საშუალება. შეიძლება. ფინანსთა სამინისტროა, რომ და საქართველოა, სხვა შორის ბიუჯეტის ტრანსპარენტულობის კითხვით სოფლიოში პირველი ქვეყანაა. ამიტომ მე მგონია, რომ სტატისტიკებზე შენიშვნის მოცემა და გამოქვეყნებაზე და ღიაობაზე მე მგონია, რომ აბსოლუტურად უადგილო იყო მართლაც. რიტორიკულად დავსვამ კითხვას უბრალოდ, რომ რა ინფორმაციაა და რომელი სტატისტიკური მაჩვენებელია, რომელიც ვინმე საკუთრაგან აინტერესებს და ხელმეუწვდომელია. უბრალოდ ასეთი არსებობს ობიექტურად. ბატონ ანდრეი, თქვენ გაქვთ რეპლიკის საშუალება. მე მაგალითად ვფიქრობთ, რომ სერიოზული ხარჯია ჩვენი მოსახლეობისთვის და ასევე ერთ-ერთი სიღარიბის მიზეზია ჯანდაცვის ხარჯები, ხო? მიუხედავად საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯებისა, კატასტროფული ხარჯების პროცენტული მაჩვენებელი ოჯახის ბევრია. მაგრამ უკვე თითქმის მე მგონი 10 წელია ჯანდაცვის სამინისტრო ნაციონალურ ეროვნულ ანგარიშებს ჯანდაცვას არ აქვეყნებს, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის დადგენილებით ვალდებულია ეს. არ აქვეყნებს ასევე შთამეურნეობის კვლევების ჯანდაცვაში. ეს ხარჯები ვერსად ვერ იპოვით.
არ ქვეყნდება ბოლო წლების საერთოდ ანგარიშები. შედით ვებგვერდებზე ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნახეთ, როდის არის განახლებული ინფორმაციები. დაინტერესდით. ეს პირველი რეპლიკა. მეორე რეპლიკა მანქანებთან დაკავშირებით. მე მქონდა საშუალება ესტონეთში ჩავსულიყავი. ესტონეთს ბევრი აუგად იხსენიებს. პირადად დავესწარი, როგორ გადაეცა 300 ელექტრომობილი სოციალური სამსახურის საჭიროებისთვის სოციალურ აგენტებს. პირველი ელექტრომობილები იყო მე მაშინ რომ ნახე. და შემშურდა, სიმართლე რო გითხრა. და ვისურვებდი, რომ როდესაც ეს ქვეყანა ფეხზე წამოდგება, ყველაზე პრივილეგირებულები იყვნენ სწორედ მასწავლებლები, ექიმები, სოციალური აგენტები, ის ადამიანები, რომლებიც დღეს არ არიან პრივილეგირებული. ბატონი დიმიტრის ხელფასი როგორ გაიზარდა? იცით, რამდენით გაიზარდა სხვა საჯარო მოხელეების ხელფასი შეადარეთ. გასაგებია თქვენი პოზიცია, დიდი მადლობა ბატონო. ბატონო დიმიტრი, თქვენ ვისთან გაქვთ კითხვა, ორი კითხვის უფლება გაქვთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. კითხვა მექნება ბატონ მინისთან. ეხლა რა თქმა უნდა, უფრო მეტად იქნება დატვირთული სოციალურ-მომსახურების სააგენტო, იმიტომ გადამოწმების, ასე ვთქვათ, მსხვილმასშტაბიანი ეტაპი იწყება. ამას ჭირდება არა მხოლოდ პირობები ამ სფეროში მომუშავე აგენტების და ზოგადად სოციალურ-მომსახურების სააგენტოს, მე ვეთანხმები ბატონ ანდრიას, რომ მათ ხელფასი და პირობებიც ამისათვის საჭირო, მაგრამ რამდენად საკმარისია ადამიანური რესურსი, რომ ამხელა მასშტაბის სამუშაოს შეეჭიდონ ესენი და რაც შეიძლება მეტად ეფექტურად იმუშაონ. საუბარია სიების გადამოწმებაზე, გისმენთ ბატონ მიხეილ. დიახ, მე სხვათა შორის პირველად რო ესეთი საჯარო პუბლიკაცია გაკეთდა ამ თემასთან დაკავშირებით, იქ ხაზგასმით აღნიშნე, რომ საამისოდ აუცილებელი ყველა წინაპირობა არის მომზადებული. ანუ რეალურად ეს ხალხი მზად არის იმისთვის, რომ აი ეს მნიშვნელოვანი ამოცანა, რთული ამოცანა რეალურად ამას თავი გაართვან და რეალურად უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან დიდი საქმე აჩვენონ. რეალურად ეს მოხერხებადია და ეს აბსოლუტურად ოპტიმალურად გამოიყენება. დიახ, რა თქმა უნდა. თუმცა რასაკვირველია, ჩვენ მოგვიწევს მონაცემებზე თვალყურის დევნება და იმის მიხედვით როგორი იქნება პროგრესი, ამის მიხედვით ზუსტად მხარდაჭერა. ვფიქრობთ, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად მაღალი იყოს მათ შორის мотиваციისთვის, ფინანსური, ასე ვთქვათ, შესაძლებლობის მობილიზებას ვფიქრობთ იმისთვის, რომ თვითონ თანამშრომლებისთვის იყოს რაც შეიძლება მაღალი ეს мотиваცია. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თვითონ საჯარო მოხელეების კვალიფიკაციაზეც, მონდომებაზეც ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რამდენიმე წლის წინ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება იქნა შეტანილი, როდესაც რეალურად სუბიექტური ფაქტორი პრაქტიკულად იმისა, რასაც ქვია ოჯახების შეფასება, პრაქტიკულად ნულამდეა დაყვანილი. აქ პრაქტიკულად სრულიად ობიექტურად გაზომვადი და ზუსტად გაზომვადი კრიტერიუმები იქნა შემოღებული, რომლის მეშვეობითაც პრაქტიკულად დიდი წნეხი, საპასუხისმგებლო წნეხი რეალურად ამისგან განთავისუფლდნენ ის მოხელეები, რომელიც ამაზე იმუშავებენ. საუბარია უშუალოდ სოციალურ აგენტებზე. ერთი ზრდა, უშუალოდ ხელფასის ზრდა, ერთს ქონდა რამდენიმე თვის წინ ადგილი შარშან უფრო სწორად, რაც შეეხება მომდევნო პერიოდის გათვალისწინ პერიოდში იგივე შესაძლებლობების გათვალისწინებით კიდევ ერთხელ ვიმეორებ ხაზგასმით, რომ ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და ამაზე რეალურადაც ვაპირებთ, რომ ამაზე ვიმუშაოთ. ვფიქრობ, რომ ძალიან ახლო მომავალში ეს რეალური პერსპექტივა ამ თვალსაზრისით რეალურად გაჩერდია. ბატონ დიმიტრი, თუ შეიძლება თქვენივე კითხვას დავამატებ ბატონ მიხეილთან, რა პერიოდში ვარაუდობთ, რომ აი ეს გადამოწმება მოხერხდეს. ხო, აქვე უნდა ვთქვა, რომ ეს არ არის გადამოწმების პერიოდი რეალურად დამთავრებადი და შემდეგ თქვათ ისევ რომ გაჩერდეს. აქ მნიშვნელოვანია, რომ ეს სისტემა მუდმივად ფუნქციონირებდეს და მუდმივად ეს ცოცხალი ორგანიზმია, თვითონ ბაზაც აუცილებლად ჭირდება, რა თქმა უნდა, მუდმივად რეაგირება. ამიტომ რაც ყველაზე მთავარია, რომ გარკვეულ ეტაპამდე, აი მე მგონია, რომ მნიშვნელოვანი ნაწილის შეგროვება, დამუშავება, შეფასება ყველაფერი ეს ალბათ შესაძლებელი იქნება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ, თქვა შეიძლება ნახევარწლიანი პერიოდი იგულისხმებოდეს. თუმცა გზადაგზა გარკვეული მაჩვენებლები დაგროვდება, რომელიც საბოლოო ჯამში, აი თქვა 6 თვის შემდეგ მთლიანობაში რაღაცა სურათზე არსებით სურათს შექმნის. ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად პერსპექტიული. დიდი მადლობა და ბატონ დიმიტრი, თქვენ მეორე კითხვა. უფლება მაქვს კიდევ ბატონ გიორგისთან მექნება კითხვა. თქვენ ისაუბრეთ მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით და არა მხოლოდ აგისაუბრეთ, არამედ პარლამენტშიც ჰქონდა წარდგენილი კანონპროექტი, რომელსაც უმრავლესობა მხარი არ დაუჭირა. მინდა კითხოთ, თუ გქონდათ ეფექტიანობის შეფასება გაკეთებული ამასთან მიმართებაში, რამე თუ ევროპის 2022 წლის დირექტივა რეკომენდაციის სახით არის, რომ ის მედიანურ ხელფასთან მიმართებაში
უნდა იყოს 60%-იან ზღვართან სიახლოვეს. და წინამდე შემთხვევაში არის რისკები, რომ გამოიწვიოს ინფლაცია და უმუშევრობა პირიქით გაზარდოს. აი, იმიტომ და მინდა ეს კითხვა დაგისვათ, თუ გქონდათ ეფექტიანობის შეფასება და ეს თუ გედოთ საფუძვლად, როცა წარადგენთ ამ კანონპროექტს. რა თქმა უნდა, გქონდა და არა მხოლოდ მაქვს ხო საშუალება. რა თქმა უნდა. არა მხოლოდ ამის, თქვენ ახსენეთ მედიანური ხელფასიდან 60%-ის ზღვარი და ეს არ არის ერთადერთი მეთოდი, რითაც ფასდება ზოგადად მინიმალური ხელფასი, არის მინიმალური, უბრალოდ საარსებო კალათის სამჯერადი ოდენობა, ესეც ერთ-ერთი მეთოდი გახლავთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მედიანური ხელფასის 60%-იც ნუ დაახლოებით ხო შემთხვევაში 800 ლარის ფარგლებშია. და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ 1050 ლარს ითვალისწინებს ჩვენი ინიციატივა და მინდა შეგახსენოთ, რომ 340,000 ადამიანია ამ ქვეყანაში, დაახლოებით 100,000 ადამიანი საჯარო სექტორში და 240,000 ადამიანი კერძო სექტორში, რომელსაც დღეს სწორედ 100,000, უბრალოდ 1000 ლარზე ნაკლები აქვს ანაზღაურება და მე იმიტომაც ვთქვი და შემთხვევით არ მithქვამს, რომ თავარი წინააღმდეგობა ვისგანაც წამოვიდა, ეს იყვნენ პირველ რიგში სწორედ პარლამენტის ეს ეგრეთ წოდებული მილიონერი დეპუტატები, რომლებიც ძალიან შეწუხდნენ იმ პერსპექტივით, რომ მათ მოუწევდათ საკუთარი თანამშრომლებისთვის, საკუთარ ბიზნესებში ელემენტარული ღირსეული ანაზღაურების დაწესება. იმიტომ რომ დღეს, როგორც აღმოჩნდა, არის უამრავი ბიზნესი ამ ქვეყანაში, რომლებიც ზემოგებაზე მუშაობენ. ახლა ეს ყველაზე ცნობილი და პოპულარული თემა მოგეხსენებათ არის ფასების თემა, რომლის შემსწავლელი კომისია პარლამენტშიც არსებობს, თითქოს ახლა აღმოაჩინა სხვათა შორის ესეც ოცნება, რომ მაღალი ფასები ამ ქვეყანაში და სხვათა შორის პარადოქსია, რომ აი ყველაზე დაბალი ხელფასები მოლარე ოპერატორების დონეზე გულისხმობს, სწორედაც ამ ქსელში დასაქმებულ მათ შორის ახალგაზრდებს აქვთ, რომლებიც ღამეებს ათენებენ 600-700 ლარზე და შესაბამისად, რა თქმა უნდა გაუგებარია ჩვენთვის, რატომ აქვს ამ ინიციატივას ასეთი დიდი წინააღმდეგობა ოცნების მხრიდან, რომელიც თუ სოციალურ თანასწორობაზე საუბრობს, ხომ? აი, მინისტრიც ბრძანდება აქ და მის სისტემაში დასაქმებული ადამიანების მაგალითს მოვიყვან და მაგალითისთვის მოვიყვან 21,000 ექთნის მაგალითს, რომელთა ანაზღაურება არც მეტი, არც ნაკლები 700 ლარია. და ამ პირობებში გამოხვიდეთ დღეს და ესეთი რადიკალური წინააღმდეგობა გაუწიო ჩვენს ინიციატივას, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ სოციალური თანასწორობა ამ ქვეყანაში მეტნაკლებად სამართლიანი და ღირსეული იყოს. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში ისევ ოცნების და უმრავლესობის უპასუხისმგებლობა პოლიტიკაზე. დიდი მადლობა ბატონო გიორგი, თქვენ გაქვთ რეპლიკის საშუალება კი ბატონო. ხო, მე არ გონია, რომ საფუძვლად გამოდგეს ის, რომ დეპუტატები, თქვა საკუთარი მაღალი შემოსავალი გამოდგებოდეს არგუმენტად. ეხლა მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სწორედ ის ევროპის წეგან ვახსენე მე 2022 წლის რეკომენდაცია, დირექტივა რეკომენდაცია. ამას ევროპული ქვეყნებიც ითვალისწინებენ და ასევე პრაქტიკაც გავითვალისწინოთ, რომ ეს 60%-იანი დიაპაზონი არის სწორედ იმიტომ, რომ არ მოხდეს ინფლაცია და უმუშევრობის გაზრდა. გერმანიის მაგალითს გეტყვით, სხვათა შორის 2015 წელს თუ სწორად მახსოვს, გერმანია მიიღო მინიმალური ხელფასის, ასე ვთქვათ, ოდენობა დააზუსტა და ისინიც 48%-იან ზღვართან არიან სიახლოვეს და 60-მდე დღეს არ ასულან. არა და თქვენი 1050-იანი მინიმალური ხელფასის ოდენობა არის მედიანური ხელფასის 70%-იან დიაპაზონში. ისე რომ მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი, ამ საკითხში გეთანხმებით, რომ ეს წამოსაწევია, ეს გასაკეთებელია, მაგრამ ასეთი მიდგომით მე ვფიქრობ, შესაძლებელია კარგი ზიებაში უარეს მივადგეთ. ასევე მე ვფიქრობ, პოპულიზმის ნაწილია, როცა დეპუტატის ხელფასზეა მუდმივად საუბარი და სხვათა შორის სამწუხარო, მაგრამ თქვენი ინიციატივა იყო, რომ გავანახიროთ ხელფასებიო და პენსიები მოემატება. ახლა რომ გავანახიროთ კი არა, სულ რო ჩამოვართვათ ხელფას დეპუტატებს, პენსიის ოდენობა თითო პენსიონერს გაიზრდება 2 ლარითა და 20 თეთრით. რა თქმა უნდა, ეს არის პოპულიზმი და სპეკულაცია. ამიტომ სწორად დავიგეგმოთ, ასევე წარსული სწორად უნდა შევაფასოთ. ახლა ის რომ 2012 წელს რატომ ვადარებთ, რომელ წელსაც არ უნდა შევადაროთ, დინამიკა არის კლებადი. 12 შევადაროთ, 14-ს, 16-ს, 18-ს, თუ 25-ს თუ 26-ს არის კლება.
უმუშევრობა შემცირებულია, ეკონომიკა ქვეყნის გაზრდილი, რა თქმა უნდა, ეს არ არის საუკეთესო მაჩვენებლები. გასაგებია. მაგრამ რატომ გვიკვირს, რომ შემცირდა სიღარიბე ქვეყანაში? მაგრამ კიდევ ერთხელ ეს არ არის საუკეთესო მაჩვენებელი. კიდევ უნდა შემცირდეს. მაგრამ განვითარებად ქვეყნებშიც არსებობს პრობლემები, მათ შორის სოციალურიც, არსებობს სიღარიბეც, აგერ მინიმალურ ხელფასზე ვისაუბრეთ და გერმანია მხოლოდ 2015 წელს დაადგინა, უნდა გავაკეთოთ, მაგრამ სწორად და არა პოპულიზმით შეზავებული რაღაც ცელობები, რომ მხოლოდ კარგად ისმოდეს და შედეგს ვერ იძლეოდეს შესაბამის. დიდი მადლობა ვრცელი რეპლიკისთვის. ბატონო, ხო, თქვენ ვისთან გაქვთ კითხვა? პირველი კითხვა მექნება ბატონ მიხეილთან. რომელ მინისტრთან ალბათ? კი. კი ბატონო. ესე იგი, რას ის მეძლევა იცით რა, მაგალითად, თქვენ ახლა საკმაოდ პოზიტიურ კონტექსტში საუბრობთ ამ მიზნობრივ პროგრამაზე. რომელსაც, რაღაც უკავშირებთ სავარაუდოდ სიღარიბის შემცირების მაჩვენებლებს. მაგრამ რომ გადავხედოთ აი ქვეყანაში რა სოციალური პროგრამებიც არის, მათი უდიდესი ნაწილი არის უნივერსალური, ანუ ყველას ეხება მდიდარსაც, ღარიბსაც, იმას წამს. და თქვენი აზრით, აი თქვათ, თუ ჩვენი მიზანი არის სიღარიბის შემცირება, აი ეს წილი, თქვათ, მილიარდ რაღაცა, მაგრამ მას შესაძლოა სოციალური ხარჯები 15 მილიარდამდე შეიძლება იყოს ჯანდაცვა, განათლება, რაღაც ადგილობრივი ბიუჯეტის და ასე შემდეგ. ანუ რატომ არის მიზნობრივი ხარჯები თქვენი აზრით, თუ ეს ასე მნიშვნელოვანია, ასეთი მცირე პროცენტი და უნივერსალური ხარჯები, თქვა თითქმის 90% ზოგადი სოციალური ხარჯების. ანუ თქვენ როგორ განსაზღვროთ აი ამ მიზნობრიობის სიკეთეს, ან რა უნდა იყოს დონე მიზნობრიობის თქვენი აზრით? გასაგებია მიზნობრივი ხარჯების პროცენტები. პირველი რაც უნდა ვთქვათ, ეს არის რომ თავარი არის იდეალური მიზანი რა აქვს თითოეულ ამ პროგრამას. და განსახილველია ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კონტექსტში ერთმანეთთან. ამიტომაც ვამბობ, რომ აქ უნივერსალურობის ხარისხი არ არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი. აქ მთავარი არის, რომ ფოკუსირებული ქონდეს ყურადღება, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიცვა, რომელსაც დღეს აქვს პრობლემა და შესაბამისად იმისთვის, რომ გააძლიერო ეს ხალხი, მათ შორის იმისთვის, რომ ეს ოჯახი დღეს თუ ამ მდგომარეობაშია, ხვალ ქონდეს შესაძლებლობა დაძლიოს ეს სიღარიბის ზღვარი. ეს არის აუცილებლობა და ამ თვალსაზრისით, რა არის იცით, უბრალოდ ფულის გადახდა ან კონკრეტული სხვა შეღავათით სარგებლობა არ არის რასაკვირველია თვითმიზანი. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უმუშევრობის ან მაგალითად სიღარიბის დასაძლევად უბრალოდ ფულის გადახდა საკმარისი ვერ იქნება. ამისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ იყოს ოჯახის გაძლიერების, კონკრეტული ინდივიდის გაძლიერების მექანიზმები და ზუსტად ამიტომ ამბობ, რომ მაგალითად ის, რომ დღეს ჯანდაცვას უფრო მეტად ჯანდაცვის სერვისებთან მიმართებაში უფრო მეტად ეხმარები, ეს რასაკვირველია ნიშნავს იმას, რომ ვისაც ექმნება ზედმეტი ტვირთი, მაგალითად სოციალური, იმას უწყვეტ ამ პრობლემას და რასაკვირველია, რომ უნივერსალურია ბევრწილად, თუმცა იმ უნივერსალურობაც პირობითია. პირობითია გულისხმობს იმას, რომ ვისაც უფრო მეტად ეს სჭირდება, იმაზე უფრო მეტად არის ფოკუსირებული ყურადღება. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, რომ და ეს არის ჩემი აზრით მთავარი ინდიკატორი ამ ყველაფრის, რომ ფაქტია, გააზრებული იყო ეს პოლიტიკა, აი ამ წლების განმავლობაში ის, რომ სიღარიბეს დაღმავალი აქვს რეალურად აღებული გეზი, ეს არის ყველაზე მეტი მაჩვენებელი. ის, რომ უმუშევრობა ისტორიულად მინიმუმზეა და იცით თქვენ სამომავლოდ გეგმებიც როგორია ამ მიმართულებით, ეს არის მთავარი ინდიკატორი. რეალურად ამ ხალხს რაც ჭირდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. არ უნდა ამ სიტყვებს არც გადაპრანჭვა და არაფერი. მთავარი ამოცანა არის, რომ ამ ადამიანებს შეუქმნა რეალურად ღირსეული სამუშაო პირობა, რეალურად ღირსეული. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, ისეთ პოპულიზმს, რასაც აი ვისმენთ თუნდაც ახლა იგივე მინიმალური ხელფასის დაწესების მიმართულებით და ბევრი სხვა რამ. და რაც მთავარია, მათ ის ხალხი გააძლიერო თვითონ, შეუქმნა სამუშაო ადგილი, თვითონ მისცე შესაძლებლობა, რომ დაძლიოს ის, რასაც ქვია სიღარიბე. გაიჩინოს შემოსავალი, გადაუწყვიტოს სოციალური პრობლემა, განათლება იქნება ეს ჯანდაცვასთან დაკავშირებული ხარჯი თუ ნებისმიერ. დიდი მადლობა ბატონო. აი ეს არის მთავარი ამოცანა, რაც აქვს ხელისუფლებას, მიდის ეს ყველაფერი. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო, ახლა თქვენ რეპლიკის საშუალება გაქვთ და მეორე კითხვის ასევე. რეპლიკასაც და ბარემ მეორე კითხვას ბატონ დიმიტრისთან მექნება. ესე იგი, რასაც ბატონი მინისტრი ბრძანებს რაღაც თითქოს რაღაც სინამდვილეში ეს ხო ეკონომიკური ზრდის დამსახურებაა, მათ შორის, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობს. აი, მე როცა პირველ სიტყვაში ვთქვი, რა უწყობს ყველაზე მეტად სიღარიბის შემცირებას, ეს არის ადამიანების ეკონომიკური აქტივობა.
და სინამდვილეში ის რო თავრობა აპირებს რომ იქ რაღაცა დასაქმებას შეუწყოს ხელი გაანათლოს და ასე შემდეგ ეს არის აი იმ უნივერსალური რაღაცა სოციალური სახელმწიფოს მოდელი რომელსაც განსაკუთრებით როცა ევროკავშირისკენ ასოცირებისკენ მივდიოდით მაშინ იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და კანონების უდიდეს ნაწილს ვიღებდით აი ჩვენ როცა პარლამენტში ვიყავით ფაქტობრივად ევროკავშირის მოთხოვნით. და აქედან გამომდინარე მეორე კითხვა მაქვს ბატონ დიმიტრისთან. გახსოვთ ბატონ დიმიტრი, როდესაც ჩვენ შემოვიტანეთ გენდერული კანონპროექტი, აი გენდერის ამოღება რო გინდათ, თქვენ ერთადერთი იყავით, ვინც ხალხში მხარი დაგვიჭირეთ. იგივე პერიოდში პარლამენტში უამრავი კანონი გახსოვთ, რა ვიცი 10-დან ალბათ 8 კანონი შემოდიოდა ისეთი, რომელსაც აი ევროკავშირის მოთხოვნა იყო. აი თუ გახსოვთ, მაცივრის ხელოსნები დავარეგულირეთ, ოზონის ხვრელი რო არ გაფართოვებულიყო ზედმეტად. ხო გახსოვთ? ხო და აი ეს არის საქმის კანონის დონეზე არ მახსოვს იმალი. ნამდვილად ესე იყო. ხო და რა მაინტერესებს? ეხლა როდესაც აი ამ ევროკავშირს თქვენ ყინულმჭრელი უწოდეთ საკუთარ გუნდს, რომ აი ჩვენო ისეთ რამებს ვამბობთო, რასაც ოცნება ვერ ამბობსო. და ეხლა უკვე ამბობს. უკვე ამბობს, გამოსწორდნენ. ოკეი. მაგრამ აი თუ აპირებთ აი ის კანონპროექტები, რომლებიც მაგ პერიოდში კანონებად იქცა ევროკავშირის მოთხოვნით და რომელიც იდეაში აი ჩვენ საერთო მიზანს სიღარიბის შემცირებას ხელს უშლის, იმიტომ რომ აგერ ევროპა ის არის რა, სტაგნაციაშია, მისი პრობლემები აი ამ დიდი სახელმწიფოს ამბავია. თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ის კანონმდებლობა, ის მარეგულირება, აი სიგარეტი რო უნდა გადაიხედოს თუ არა, ვალარი ღირს და 10 ლარი ღირს. აი ეგ ყველაფერი უნდა გადაიხედოს ახლა თუ არ უნდა გადაიხედოს? გასაგებია. გისმენთ ბატონ დიმიტრი. კი ბატონო, რა თქმა უნდა, კანონმდებლობები არ უნდა იყოს განხილული მხოლოდ და მხოლოდ იმ ბიზნესით, რადგან თქვა დაუშვათ ევროპაშია მიღებული, ამ თქვათ კანონმდებლობა, რომელიც თქვათ ამერიკაში მუშაობს და ჩვენც რაღაცა პირდაპირ ვალდებულო გქონდეს. თუმცა რა თქმა უნდა, იქნება მაგალითად გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ჩვენ შემოვიტანეთ ისეთი, რაც ქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს თავად ევროპას. რა თქმა უნდა, კანონპროექტი უნდა იხილებოდეს, რა შედეგს მოიტანს საქართველოში და არა რა წარმომავლობა და რა მისამართი აქვს ამ კონკრეტულ კანონს. ეხლა რაც შეეხება თამბაქოსთან მიმართებაში, მინდა გითხრათ, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი როცა შემოვიტანეთ, ამას ჰქონდა ძალიან მაღალი ეფექტი. მინდა გითხრათ, რომ უმთავრესი არის, რა თქმა უნდა, ადამიანის ჯანმრთელობა და საზოგადოებამ ძალიან კარგად მიიღო, არავითარი წინააღმდეგობა მას არ ჰქონდა და პირიქით თავად საზოგადოება და მისი უდიდესი უმრავლესობა გახდა ამ კანონის დამცველი. და მინდა გითხრათ, რომ თამბაქოს მოხმარების შემცირების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი არის მისი ფასის ზრდა. ეს არ არის საქართველოში მხოლოდ, ეს არის ევროპაშიც და ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც. ისე რომ ჩვენ ვაპირებთ ყველა იმ კანონის მიღებას, რომელიც წარადგება საქართველოს და არ განვიხილავთ მისამართს, საიდან მოდის ეს კანონპროექტი. ამის გამოცდილება გვაქვს და ამის გამოცდილებას გამოვიყენებთ შემდეგს, მაგრამ ის რაც ძალეთ რომ ყინულჭეს რომ ეს ფაქტია. იმიტომ რასაც ჩვენ საუბრობდით და ზოგიერთ შემთხვევაში თავად ჩვენი მაშინდელი გუნდის და მეგობრები მაშინაც ზოგიერთი ან არ ამობდა ან ეწინააღმდეგებოდა ან თანადგომას არ უცხადდა ჩვენ განცხადებებს, რაც ჩვენ საუბრობთ, ამას საუბრობს თავად ტრამპი. და შედეგი ხა იმის არ იყოს რაც არ უნდა ციფრები ვატრიალოთ, რაც არ უნდა პოზიცია ოპოზიციიდან და წარსულის ხიბლიდან თუ სიმძიმიდან შევხედოთ, ფაქტია, რომ სიღარიბე ქვეყანაში შემცირდა. თქვენ გჯერათ დიახ. რაც არ უნდა კრიტიკა იყოს იმ პოლიტიკის, რაც მაშინ ჩვენ ნამდვილად გქონდა ყინულჭრელის როლი და შემდეგ ხელისუფლებამაც თანადგომა გამოგვიცხადა, ფაქტია. რომ საქართველოს არის მშვიდობის კუნძული. მადლობა. სამაგალითო იყო უკრაინის მაგალითი და თავად უკრაინის ლიდერიც წარმოჩენილი იყო მსოფლიო ლიდერად. უკრაინა ომშია, ლიდერს ჩაცმულობა დაუწუნეს, გახსოვთ, ხო? და საქართველოს დღეს მშვიდობიანად აგრძელებს სიღარიბის შემცირებას, უმუშევრობის შემცირებას, ეკონომიკის ზრდას, ეს არის ფაქტი. გასაგებია, თქვენი პოზიცია გასაგებია. იმას რაც სასარგებლოა საქართველოსთვის და არა ის, რომელი მისამართიდან მოდის ესათვის ინიციატივა. დიდი მადლობა, ბატონო, ახლა რეპლიკის საშუალება გაქვთ თუ გსურთ. არა, თამბაქოზე ისაუბრა რა და სინამდვილეში რეგულაციების ძალიან დიდი ნაწილი იყო ასეთი და ანუ ჩემი წარმოდგენით რაც მაცივრის კანონი არ მახსოვს, ამას გეტყვით. არა, მაცივრის კანონი ერთი სასაცილო მაგალითი იყო, თორე ასეთი უამრავი იყო. გადადით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ბატონ გიორგი.
ისმენ თქვენ თუ გაქვთ რა თქმა უნდა არ ვაპირებდი კითხვის დასმას ბატონი მიხეილისთვის, მაგრამ ისე აქტიურად ასე ვთქვათ იცავს აი ამ სტატისტიკას სიღარიბის შემცირების ბატონ დიმიტრი ბოდიში დიმიტრი გაცრავად სიღარიბის შემცირების და უმუშევრობის შემცირების ახლა რა ვიცი რომ კითხოთ ოპოზიციონერია, მაგრამ მე მგონი ხელისუფლებაზე მეტად ოპოზიციონერობა არიშოს ტყუილის ხელისუფლებაზე მეტი ენთუზიაზმით ოპონენტი უნდა გაწიოთ სადაც ოპონენტებაა გასაწევი. მოდით ჩამოაყალიბებინოთ შეიძლება არა შევახსენო უბრალოდ ოპოზიცია არ არის ყოველთვის ბატონო დიმიტრი თქვენ იცავთ იმ მთავარ მიზანს რა მიზანიც დღეს აქვს ოცნებას და ოცნებას აქვს მიზანი რომ ხალხი კიდევ ერთხელ მოატყუოს და დაარწმუნოს რომ თურმე ის სტატისტიკა რა სტატისტიკასაც თქვენ ეყრდნობით არის სტატისტიკა გეტყვით რატომ არის ტყუილი ეს ტყუილია ეხლავე გეტყვით არა ტყუილია თუ არა თქვენ აჩვენეთ არა კითხვის შესავალი ტყუილია და გეტყვით რატომ მანიპულირებული სტატისტიკაა ამ სტატისტიკის მიხედვით და უბრალოდ კითხვა ზუსტად ეს არის უბრალოდ კითხვა არის ასეთი რასაც ახლა მე ვიტყვი თქვენ ეს იცით თუ არ იცით ან თუ იცით მაშინ გამოდის რომ თქვენს მანიპულირებთ ნუ თუ არ იცით ამასაც გავიგებთ ამ სტატისტიკის მიხედვით საქართველოში უმუშევრობა იცით რის ხარჯზე შემცირდა შემცირდა იმის ხარჯზე რომ აი თქვენი ყოფილი პრემიერი ახლა ციხეში როა გამწესებული კორუფციის გამო მისი ინიციატივით დაწყებული ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი ამაზე დავიწყოთ საუბარი თუ სოციალურ პროგრამაზე ვისაუბროთ როგორ დავგეგმოთ უკეთ საზოგადოებრივი ეგრეთ წოდებული დასაქმების პროგრამა რო შემოიღეთ უпростоრით ოცნებამ რო შემოიღო, კარგით გასაგებია რომ თქვენ ოფიციალურად ოცნებას არ წარმოადგენთ, მაგრამ და ამის ხარჯზე რომ შეამცირეთ სტატისტიკა უმუშევრობის. და აი ამ პროგრამას, სადაც 40,000-მდე ადამიანს 4 წლის განმავლობაში 300 ლარამდე ხელფასუხდი და ოცნება და რასაც არანაირი კავშირი დასაქმებასთან არ ქონია, სწორედ ამ სტატისტიკის ხარჯზე მოგყავთ დღეს ახლა ეს ციფრები და მე უბრალოდ ეჭვი. ანუ კითხვა მდგომარეობს იმაში, დარწმუნებული ვარ იმაში, აქვს თუ არა ბატონ დიმიტრის ინფორმაცია ამის უბრალოდ ამის შესახებ უბრალოდ არ გინდათ საუბარი და კითხვაც შემდეგია. იცით თუ არა ეს რეალურად და ასევე იგივე მონაცემებს უკავშირდება, იგივე მონაცემებით манипуляციას უკავშირდება სიღარიბის შემცირების სტატისტიკაც, იმიტომ რომ იქაც სწორედაც რომ ეგრეთ წოდებული დასაქმების 300 ლარიანი ხელფასია გამოყენებული იმისთვის რომ ეს სტატისტიკა გასაგებია თქვენი კითხვის შინაარსი ბატონ დიმიტრი გისმენთ. ხო, სტატისტიკა რომელიც მოგყავთ რა. შესაძლოა სიბართლისა და ტყუილის გაზომვაც აქვე იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველა საუბრობთ ისე როგორც გვინდა, მაგრამ ყველა ვაღიარებთ, რომ ქვეყანაში სიღარიბე არის შემცირებული და ისაც რასაც მე გაბედული გადაწყვეტილება დავარქვი, ასეთი გადაწყვეტილება მისაღებია. თავარი ამ გადაწყვეტილებას როგორ მიიღებს ხელისუფლება და თუ ვერ მიიღებს, სწორად რა თქმა უნდა კრიტიკა აქაც იქნება, მინდა გითხრათ, რომ არ მიჭის ხოლმე კრიტიკა, ეს ყოფილა მაშინაც როცა გუნდის წევრი ვიყავი და ბატონ ვახტანგს გავახსენებ, როცა ნარკოპოლიტიკაზე აბსოლუტურად განსხვავებული პოზიცია მქონდა, ვიდრე მმართველ გუნდს, ალბათ ამაში მაინც დამეთანხმებით ახლა თქვენ და ესე რომ არასოდეს არ მიჭირს ეს და მე კი არ ვიცავ ამას, თავად ვარ მონაწილე აი ამ პოლიტიკის, რასაც ჰქონდა ხარვეზები, რა თქმა უნდა, მაგრამ რამაც დადო შედეგი, რომ დღეს ქვეყანაში არის სიღარიბე შემცირებული. ეკონომიკა არის გაზრდილი. ამას ახლა თუ მსოფლიო ბანკსაც დავაბრალებ ტყუილს, სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, UNICEF-ს, SACSTAT-ს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაშინ რა თქმა უნდა, ნუ ხო მაინც ვერ გავექცევით იმ რეალობას, რა რეალობის წინაშე ვდგავართ. დინამიკა არის დადებითი, მაგრამ რა თქმა უნდა, აქ არის გადაწყვეტილებები. მისაღები რომ არ შეიძლება, როცა ქვეყანაში სიღარიბე შემცირდა, არ შეიძლება ამხელა წარმომადგენლობა იყოს სოციალ დაუცველთა ბაზაში. მაგრამ წეგან იყო აქ საუბარი რომ ხალხი აკეთებს ყველაფერს და ასევე მინდა გითხრათ რომ მე ერთი კითხვა როცა ფასების კომისიაზე მე მგონი ბატონი გიორგი წესრებოდა იქ მეწარმოებს ერთი საერთო კითხვა დავუსვი რომ საკადრო პოლიტიკაში და მუშა ხელთან მიმართებაში ხომ არ გაქვს დეფიციტი. და მათი პასუხი იყო ის რომ ბევრი ბიზნესი იხურება იმიტომ რომ მუშა ხელს ვერ ეძებენ და ბევრი ბიზნესი ვერ იწყება ამის გამო. ის რომ ყველა თავის საკეთებელი უნდა მეორე მოსაზრებაც არსებობს რომ იმდენად დაბალ ანაზღაურებას თავაზობენ რომ არ მიდის ადამიანი. საზოგადოების პოზიციონირებაც ამასთან დაკავშირებითაც უნდა იყოს ადეკვატური და რა თქმა უნდა კიდევ უკეთეს შედეგი. მადლობა. რეპლიკის საშუალება გაქვთ და მეორე კი ბატონო, რა თქმა უნდა, რომ უსმენ ბატონ დიმიტრის, უბრალოდ შთაბეჭდილება
რჩება, რომ სრულიად სხვა ქვეყანაში, სხვა სივრცეში ცხოვრობს. უბრალოდ სადნახეთ შემცირებული სიღარიბე საქართველოში თუ არა ეს სწორედაც რომ მანიპულირებული სტატისტიკა უბრალოდ გაუგებარია ჩემთვის. ნუ ალბათ არც ქუჩაში დადიხართ, არც ბაზარში დადიხართ, არც ადამიანებს ხვდებით და ელაპარაკებით. მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ოფიციალური საქართველოს სტატისტიკის, ასე ვთქვათ, სამსახურზე დაყრდნობით გეუბნებით, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 46% დღეში 15 ლარსაც ვერ ხარჯავს ელემენტარული პროდუქტების შეძენისთვის. და ხა ამ ფონზე რა სიღარიბის მაგრიალობით გააგრძელებს რას ქვია რეალობა? ამ სიღარიბის მაგრამ ამ სიღარიბის დაძლევას თქვენ რაზეც საუბრობთ, გადაწყვეტილებად შესაძლოა საგანაც იყოს ამაშია საქმე, მაგრამ ამაშია სახელმწიფოს პოლიტიკა ამიმართულებით იქნება სწორი, სადაც იქნება სწორი, რა თქმა უნდა, ჩემი პოზიციაც იქნება თამხოდე, მე ღიად მაქვს გაცხადებული, რომ თუ კი ხელისუფლების პოზიცია რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში იქნება სწორი, მე მათი დამცველი, მაგრამ თუ მათი პოლიტიკა რომელიმე ნაწილში იქნება მიუღებელი, რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან იქნება არათუ ხარდაჭერა არ იქნება, მაგრამ წინამორბედსაც მიიღებს. კიდევ ერთხელ მინდა უბრალოდ თქვა და გავიმეორო, რომ ბოლო 4 წელიწადში 205,000 ადამიანით გაიზარდა სოციალური შემწეობის და დახმარების მიმღებთა რაოდენობა. ამ ფონზე, როდესაც ეს არის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემი, ხო უბრალოდ რა სიღარიბის შემცირებაზეა საუბრობთ, ყველა გაიგო საზოგადოება, იმ ხელოვნური პროგრამით არის შემცირებული ერთი და უმუშევრობაც იმ ხელოვნური პროგრამით. და მეორე კითხვა ბატონ გიორგი რაში. მეორე კითხვა ბატონ მიხეილთან. ისევ იმ პასუხისგებლობას დაუბრუნდები, რითიც დავიწყე, იზიარებს თუ არა ბატონო მიხეილ, თქვენ ზოგადად როგორც ამ დარგის, ამ მიმართულების, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელი პირი, მენეჯერი, პირველ რიგში თავად ამ პროგრამის ასეთ ხარვეზზე, რომელზეც დღეს თქვენც თავად ღიად საუბრობთ, და საერთოდ რატომ მოხდა და როგორ მოხდა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ამდენი ადამიანი სრულიად უსამართლოდ, როგორც თავად ამბობთ, ღებულობდა დახმარება სახელმწიფოსგან, მაშინ როდესაც ეს დახმარება სხვა ადამიანებს, ბევრად გაჭირებულ ადამიანებს უნდა მოხმარებოდა და რატომ ვერ შეძლებთ გასაგებია ახლა ვიცით, რომ ის 4 წლიანი ვადა არსებობდა, მაგრამ 4 წელზე მეტიც არის გასული იმ კოვიდიდან, რასაც თქვენ ახსენებთ და იმ ფონზე ზოგადად როდესაც თქვენს ასე ვთქვათ სისტემაში დასაქმებულ ადამიანებს ვეხები ისევ და ისევ სხვას არა, ხო? ანუ ექთნების ხელფასი მინდა შეგახსენოთ, რომ 700 ლარია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პენსია 470 ლარია, დევნილის შემწეობა წლიური 540 ლარია, მაშინ როდესაც თქვენი როგორც მინისტრის ასევე წლიური ხელფასი თუ არ ვცდები 163,000 ლარია. დიდი მადლობა, ბატონ მიხეილ გისმენთ. გავიქ. ნახეთ ეს ზოგადად ალბათ აი პოპულიზმის ახსნა ერთგვარი, რომ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ვერასდროს ის ხელისუფლებაში ვერ მოვა, ალბათ მისთვის იოლია, მე ესე მტკნარი რაღაცა ისეთი პოპულისტური განცხადებების კეთება. იმიტომ ძალიან მარტივია, იმიტომ რომ ვერავინ ვერასდროს ვერ მოგთხოვს. ხა კითხვა რაშია, უბრალოდ აი სერიოზულობა აკლია, იცი და ამ პოლიტიკურ გუნდს კიდე აბსოლუტურად დაკარგული აქვს, ან კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ სოლიდურობის მინიმალურ ხარისხს ვერ აკმაყოფილებს, ძალიან წუხარ რომ ამაზე საუბარი მიწევს. ამ თემაზე საუბრისას იმისთვის და კარგად განიცდის ამ განს და როგორც ჩანს კარგად აქვს აკმული რომ არავინ არასდროს ამისთვის პასუხს არ მოთხოვს აი ესეთი განცხადებებისთვის პოპულისტური განცხადებებისთვის იმიტომ რომ ის არასდროს ხელისუფლებად არ ჩამოყალიბდება. ეხლა რაც შეეხება ვიზიარებ თუ არა პასუხისმგებლობას. სხვაგვარად შეუძლებელია უბრალოდ ვიყო მინისტრი და პასუხისმგებლობა კარგად არ მესმოდოს ნებისმიერი გადაწყვეტილებისა რომელზეც საუბრობთ. მაგრამ იცით ეს მეთოდიც იაფასიანია ყურადღების სხვა საკითხზე გადატანა, როდესაც რეალურად წაგებული გაქვს დებატი. წაგებული გაქვს დებატი, მოვედით სალაპარაკოთ იმაზე, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება თუ არა სიღარიბის შესამცირებლად, მეორე გადაწყვეტილება რაც იყო თავარი განმაპირობებელი დღევანდელი დებატის აქტუალიზაციის, ეს არის სოციალური ბაზების, ხო, სოციალური დაუცველთა ბაზების გადახედვის. ორივე ამ მიმართულებით პრაქტიკულად აღიარებულია, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. მეთანხმები ბატონ დიმიტრის არ მინდა თავისკებად გამომივიდეს, მაგრამ ნამდვილად იყო გაბედული გადაწყვეტილება და ეს უნდა მოუწონო უბრალოდ პრემიერ-მინისტრს, რომელიც
ამ თვალსაზრისით აი მართლაც სამაგალითოდ მნიშვნელოვანი გაბედული ნაბიჯია ეს გადაწყვეტილება. ხა ასეთ დროს მე მგონი გასაგებია რომ ამ დებატში ყურადღების გადატანა ან იმ მანქანაზე ვთქვათ რომელიც თურმე 40 მანქანა ყავს აგენტებს და 51 ეყოლება თუ არა ამაზე ან მაგალითად რომ რაღაცა ვიღაც ხელფასი შედარებით ნაკლებია თუმცა მზარდი დინამიკა ჩვენ კარგად გვესმის ნახეთ რა შეასაქმე დღეს რომ ქვეყანაში ძალიან მოკლედ ვიტყვი მაგრამ დღეს რომ ქვეყანაში არ არის ის მდგომარეობა რომელიც მე და ამ პოლიტიკურ გუნდს რომელსაც მე წარმოვადგენ რეალურად აქვს მიზნად დასახული რომ აქციოს ქვეყანა განვითარებულ ქვეყნად ეს ჩვენთვის გასაგებია მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის დინამიკა როგორ წარიმარსება ქვეყანა იზრდება დიახ ეკონომიკურად ვითარდება საბედნიეროდ ეკონომიკური დოვლათი რომელიც შეიქმნა შესაძლებლობები რომელიც იქნება მუდმივად ეს ითარგმნება და კონკრეტულად გადადის მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის იხარჯება წილი არ შემცირებულა აი ბატონო ახლა თქვენ რაც ბრძანეთ ამასთან დაკავშირებით უნდა ვთქვა რომ როდესაც ეკონომიკურად ქვეყანა იზრდება ყველა ის თეთრი რომელიც არის შედარებით გაზრდილი ბიუჯეტის სახით და ასე შემდეგ ხმარდება რეალურად ადამიანს აი ეს არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ამაზე სალაპარაკო რეალურად ოპოზიციას დღეს და სასაყვედურო ხელისუფლებასთან ობიექტურად არ აქვს მადლობა მიხეილ იბადრებას გამოვიყენებ ფონქციო ჯერეგაც ჩვენ რო ხელისუფლებაში არ მოვალთ მაგიმედით თქვენ დიდხან სიცოცხლეთ გულსფელად გისურვებთ დიდხან სიცოცხლეს და ჯანმრთელობის მინისტრი ხართ სხვა თუ არაფერი და რაც შეეხება თქვენს პოპულიზმს აი სხვა თუ არაფერი არა არაფერი სხვა თუ არაფერი ეგ დავაზუსტე არა უადგილოდ სიტყვების თქმა რა არაფერი ჯანმრთელობა მე სხვა თუ არაფერი თქვენ იმაზე მიპასუხეთ რაც გითხარით პოპულიზმი რა იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის 470 ლარიანი პენსია იყო პოპულიზმი დევნილის ყოველწლიური შემწეობა 540 ლარიანი იყო პოპულიზმი თუ ექთნის ხელფასი 700 ლარიანი მაგალითად ნახეთ ძალიან მოკლე პასუხი და შემდეგ ყოველწლიურად მოდით რა ნახეთ გავაშიშვლოთ ყველასთვის ნათელი გავხადოთ დებატის აზრიც ეს არის იცით რამდენი იყო მაგალითად ნებისმიერ წელს დაადეთ ხელი მაგალითად 2012 წლიდან მოყოლებული უფრო ადრე შემიძლია ჩავყვე რამდენი იხარჯებოდა მაგალითად სახელმწიფო გინდა პროცენტულად დავთვალოთ გინდა აბსოლუტურად მაგალითად სოციალურ მხარდა აი არ ვიცი ავიღოთ არა რა მშოვდა 12 17 წლიდან დავიწყოთ ანგარიში 20-დან დავიწყოთ 5 წლიდან დავიწყოთ ყველგან ნახავთ რომ 12 წლიდან მოყოლებული უბრალოდ ნახეთ სოციალურ მხარდაჭერაზე ადამიანის მხარდაჭერაზე იხარჯება იმდენ რომელიც მართლაც ისტორიული რეკორდია ყოველ წელს რაც იხარჯება თან ტარგეტირებულად მიზანმიმართულად იმაზე რომ რაც შეიძლება მეტად გაძლიერდეს ადამიანი ეს გულისხმობს რა თქმა უნდა მათ შორის სოციალურ ხარჯებს ახლა პირობითად ვამბობ რა 12 წელს ნუედრებით ხელისუფლებისთვის რა გაკეთებული ხელისუფლებას ამის დინამიკის გასაზომად მჭირდება ნახეთ როგორ გითხრათ 17 მილიონი იხარჯებოდა მაგალითად ბავშვზე მათ შორის არ ვიცი აბილიტაციის პროგრამა რეაბილიტაციის პროგრამა ბავშვზე ზრუნვა მინდობით აღზრდა ყველაფერი ჯამში რამდენია იცი დღეს ამ 17 მილიონის შემდეგ 16.7 იყო სულ არის 124 მილიონი იხარჯება არ არის სხვაობა არის სხვაობა რასაკვირველია არის და დიდი ამბავია ბავშვებზე არ იხარჯება აი ამ მაგალითად 600 მილიონი იხარჯება რომელზეც ვფიქრობთ კიდე როგორ გავხადოთ ეს უფრო მეტად ტარგეტირებული უფრო მეტად ორიენტირებული იმაზე რომ ვისაც ყველაზე მეტად ეს ჭირდება მას კონდეს როგორ იხარჯება დამატებით ეს შესაძლებლობაც როგორ ექმნება იმას რომ რეალურად განვითარებაზე იყოს ორიენტირებული და ვიღაცას მაგალითად განათლების შესაძლებლობა მისცეს მოკლედ აი ამაშია პოპულიზმი მეტი არაფერი დიდი მადლობა რიცხვები გამხელთ და ეს არის ძალიან ძნელი მოცემულობა ნებისმიერი დიდი მადლობა თავმჯდომარის მოადგილე ბატონი დავით კიკნაძე თავისი ოჯახით სოციალურ შემწეობას რო ღებულობდა ეს ყოფილა კი ბატონო ამ ქვეყანაში სოციალური დახმარების სწორი პოლიტიკა ამოწურეთ აი ასე მივიღოთ კარგი გასაგებია რაც ვილაპარაკე ყველაფერი ესე იგი მაგას ნიშნავდა კი ბატონო ბატონო გისმენთ თქვენ თუ გაქვთ შეკითხვა რომელიმე ჩვენი თემას და ბატონ გიორგის მიმართავ თან ცოტა შევაფასებ რადგან რომ აქ შეკითხვაში აზრი ჩამოვაყალიბო ხომ ასე აი ბატონი გიორგი საუბრობდა 1050 ლარზე ხომ ასე მინიმალური ხელფასის დაწესების აუცილებლობას ну ასეთი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა აქვს განვითარებულ ქვეყნებს სადაც შესაძლებელია ძლიერია სამი წარმოების სექტორი ძალიან და მათ შეუძლიათ სახელმწიფო პოლიტიკას გადახედონ თუკი სახელმწიფო მას უბრძანებს რაღაც ზღვის დაწესებას მაგრამ წარმოვიდგინოთ ახლა ჩვენ მდგომარეობა
მიკრომეწარმეები, მცირე მეწარმეების, არასასოფლო დასახლება, არასაქალაქო დასახლებაში მცხოვრები ადამიანების, სოფლო მცხოვრები ადამიანების, რომლებიც თან თავიანთი შინამეურნეობა აქვს, თან ან სააქროს ამუშავებენ, ან მებაღეობას მისდევენ და მათი თანასოფლელები დასაქმებულია მცირე საწარმოში. თავიდან ხო ყველას 1000 ლარი არ აქვს ხელფასი. ჯერ შეიძლება 500 ქონდეს, მერე ერთ წელიწადში გაეზარდოს და შემდგომ შეიძლება 3000, 2000 გახდეს გამომდინარე იმ ბიზნესიდან. რამდენ სამეწარმეო სტარტაპს და იდეას მოუკლავთ იმის გამო, რომ ის იძულებული გახდება 1050 ლარი დაუჯდოთ, თუ არა ვერ დაიწყო სამეწარმეო საქმიანობას, ხომ ასეა? რამდენი 1000 ადამიანი დარჩება უმუშევარი? რამდენი მცირე მეწარმეა, რამდენი მიკრომეწარმეა, რომელსაც უფრო ნაკლები ხელფასი, რამდენი 1000 დარჩება უმუშევარი, ვინა ამაზე პასუხისმგებელი? თქვენ იღებთ ამაზე პასუხისმგებლობას. ახლა რაც შეეხება სამუშაო სიღარიბეს, ესეც ითვლება შრომის საერთო ორგანიზაციის მხრიდან და ახლა რაც გამოქვეყნდა მაჩვენებელი 2005 წლის წინასწარი შეფასება არის 1.4%, ანუ გულისხმობს იმას, რამდენი დასაქმებულია ადამიანი არის სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა. 1.4%-ია ორგანიზაციის შეფასებით, გაეროს შრომის საერთო ორგანიზაციის შეფასებით 3 წელიწადში, 20 წელიწადში შემდგომ განახევრებულია ეს მაჩვენებელი, რადგან 2012 წელს აგვიდა შევადაროთ 4 წელიწადში განახევრდა. 3 წელიწადში განახევრდა, ხოლო 2012 წელთან შედარებით 10 ჯერ შემცირდა. ანუ როდესაც ქვეყანაში ეს პროცესი გვარდება და გვარდება საუკეთესო გამოსავლით, სამუშაო შეხარების შემცირებით და ბევრი საინტერესო პროექტები, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს მეწარმეების ხარჯსაჭერად, ამ დროს თვლით თუ არა რომ მინიმალური ზღვის დაწესება უბრალოდ გაზრდის უმუშევართა რაოდენობას და არ გამოიწვევს თქვენ კითხვა აბსოლუტურად გასაგებია, აბსოლუტურად გასაგებია ბატონო მიხეილ და თქვენი მოსაზრების გამოთქმის საშუალება შეჯამების ბლოკში გექნებათ. გისმენთ ბატონო მიშას კითხვისთვის შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ახსენა და პირველ რიგში მინდა გავახსენო მას, რომ სწორედ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთი მოთხოვნა შეიძლება ითქვას არის, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს მინიმალური ხელფასი, მინიმალური ანაზღაურება. რაც შეეხება ამ მცირე მეწარმეების და მცირე და საშუალო ბიზნესის მაგალითების მოყვანას და იგივე რეგიონული სპეციფიკის მოყვანას, თავარი აქ არის პოლიტიკური ნება. და ჩვენ ეს პარლამენტში განხილვის დროსაც თქვით ძალიან კაფიოდ. ჩვენ გვაინტერესებდა გაგვეგო, ოცნებას აქვს თუ არა პოლიტიკური ნება იმისა, რომ რეალურად დაიწყოს ზრუნვა სოციალური პრობლემების მოგვარებაზე და ღირსეული და სამართლიანი ანაზღაურების დაწესებაზე ამ ქვეყანაში. თორემ გამოსავალი ეს ჩვენც თქვით იქ და კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო. რა თქმა უნდა შესაძლებელია, რომ ეს იყოს ეტაპობრივი გადასვლა. რა თქმა უნდა შესაძლებელია იყოს გარკვეული ტიპის რანგირება ბიზნესის ზომიდან გამომდინარე, შეიძლება შეეხოს სტარტაპებს, შეიძლება შეეხოს მცირე ბიზნესებს, იგივე რეგიონის სპეციფიკას და ასე შემდეგ. ჩვენ იქაც ვთქვით პარლამენტში, რომ ამის მზაობა რა თქმა უნდა გვაქვს. ეს კანონპროექტი იყო წარდგენილი პირველი მოსმენით და პირველი მოსმენა არის იმის პირველი მოსმენა, რომ აქ რა თქმა უნდა შესაძლებელი იყო შინაარსობრივ, ასე ვთქვათ, დისკუსიაში შესვლა, მაგრამ ჩვენ მივიღეთ სრულიად საპირისპირო. ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური ნების არარსებობა ზოგადად ამ ქვეყანაში და ჩვენმა მაყურებელმა და საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ამ ქვეყანაში თურმე 1050 ლარიანი ხელფას არ იმსახურებს როგორც ღირსეულ ანაზღაურებას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ეს არის დიდი პრობლემა, თორე ყველანაირად შეიძლებოდა ბატონო, არა, მე მინიმალურზე ვსაუბრობ, თორე 2000-აც იმსახურებს და 20000-აც იმსახურებს. თუ შეიძლება ბატონო მინიმალურზე და კიდევ მეორე ფაქტ თავარი პოლიტიკური ნებაა, თორე ყველაფერზე შეიძლება შეთანხმება კიდევ მეორე და გარდამავალი პერიოდების დაწესება და ასე შემდეგ, მაგრამ არ მივდივართ სწორი მიმართულებით და ამის ახსნა ვცდილობ აქ ამდენი ხანია. ბატონო მიხეილ თქვენ რეპლიკის ისე დავასრულებ შრომის საერთო ორგანიზაციის მოთხოვნა არ არის ეს არის იმის მიხედვით თუ აქვს შესაძლებლობა ქვეყანას განახორციელოს ასეთი რამ თუ არის მაღალი შემოსავლიანი ბუნებრივი განახორციელოს. იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ. თქვენ თვითონ არ ამბობთ განსაკუთრებული ეკონომიკური გერმანიამ 2005 წლამდე. თქვენ თვითონ არ ამბობთ. ხო მარტივი ახსნა აქვს რომ გერმანიამ რაც ვერ შეძლო 2015 წლამდე საქართველოს როგორ შეძლებს ახლა როდესაც ამდენჯერმე ჩამორჩება. ესე მაიძულებთ ხო ხელისუფლებას დავიცოდოთ. რატო იცავთ? გერმანიის გარდა სხვა არაერთი ქვეყანაა, რომელსაც აქვს მათ შორის ჩვენი მეზობელი. ბევრი ევროპის 5 ქვეყანას საერთოდ მოლდოვა და ასე შემდეგ. გასაგებია. მე იმაში გეთანხმებით, რომ კოლექტიური ხელშეკრულებით არის ეს დარეგულირებული და ჩვენთან მხოლოდ 20%-ია კოლექტიური ხელშეკრულების, მაგრამ როცა 70% შემოიტანთ და ევროპის საშუალო მაჩვენებელი მედიაო ხელფასთან 58%-ს არსად არ ცილდება, თქვენ გინდათ რომ საქართველოს თითქოს და უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენოთ და მიიყვანთ იქამდე, რომ თქვენი კანონმდებლობა გამოიწვევს ქვეყანაში ინფლაციას და გამოიწვევს ძლავრ უმუშევრობას. სრულიად პირიქით. იგივე შედეგი იქნება როგორც სპერო თავაზობით, რომ დეპუტატების ხელფასი გავანახევროთ და პენსია მოიმატებდა. სულ რომ ჩამოვაჭრათ ხელფასი დეპუტატებს,
2 ლარით მოიმატებს. ბატონ დიმიტრი, მივცეთ საშუალება. გამოიწევს პენსიას თავზე. მივცეთ საშუალება ბატონ მიხეილს გამოიწევს მოტივირებული ადამიანების რაოდენობას, რომლებიც თავის მოტივირებული შრომით გაზრდიან ამ ქვეყნის ეკონომიკას. ამას გამოიწევს. ბოდიში ბატონ გიორგი, თუ გაქვთ მეორე კითხვა და დავაზუსტებ ჩემს ნატყობს უფრო სწორად რეპლიკა. ესე იგი როგორც გამოჩნდა ეს კანონპროექტი სამწუხაროდ არ არის მომზადებული კარგად. რატო არ არის მომზადებული კარგად? ის საკითხები, რა თქვენ ჩამოთვალეთ, ასე ვთქვათ, ნაწილობრივ დამეთანხმეთ, რომ ეს შეიძლება შემდგომ ეტაპზე დაკორექტდეს, მეორე, მესამე და სხვა მოსმენით ეს ვერ დაკორექტდებოდა. რატო ვერ დაკორექტდება? იმიტომ რომ შეფასება გულისხმობს, წინასწარ უნდა ვიცოდეთ ჩვენ. უნდა გქონდეთ წარმოდგენა, რამდენადმე შეუმცირდება სამუშაო ადგილი, რა სფეროს შეეხება, რეგიონულ ჭირში როგორ იქნება, ბიუჯეტს რა დაუჯდება. ეს თუ წინასწარ შეფასებული არ გაქვთ. მეორე მოსმენაზე ამას როგორ გააკეთებ? ბიუჯეტს რა დაუჯდება, ისიც შეფასებული გვაქვს და რამდენი ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილს, როგორ გაქვთ შეფასებული? არა უნდა 100 მილიონი ლარისა იქნება წნეხი, თუ შეიძლება ამას წნეხი დაერქვას. რამდენი ადამიანი არის? როდესაც საუბრობთ ესეთ რადიკალურ, მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში ხალხს ელემენტარული ანაზღაურება ქონდეს, ღირსეულთან მიახლოვებული, ამ დროს ეს ციფრები მოსატანიც კი არ არის. გასაგები და აკვე მეორე კითხვა კი ბატონო, პოლიტიკური არ გაქვთ. არა, პოლიტიკური ამისდება რა თქმა უნდა არ მაქვს, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს მუშავრების გაღრმავებას და სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვას. ეს სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვას გამოიწვევს ყველა ვარიანტში და უამრავ პრობლემას წარმოქმნის. აბსოლუტურად გასაგებია თქვენი ორივე დავაზუსტებ კიდევ ერთხელ ვიტყვი, კიდევ ვის შეუქმნის პრობლემას, უამრავი ადამიანი დასაქმებულია რამდენიმე კომპანიებთან, მაგალითად ბუღალტრები, მაგალითად სხვა კონსულტანტები, მაგალითად IT თანამშრომლები, რომლებიც რამდენიმე თქვა 10-20 კომპანიაში ერთდროულად მუშაობენ, 300-400 ლარი შეიძლება ღებულობდნენ ჯამში, 1000, 2000, 3000, 4000 ლარი შეიძლება შემოდიოდეთ შემოსავალი. თუ მათ აუგრძალებთ მათ ასეთ საქმიანობას და ყველას ვაიძულებთ, რომ ხელფას იყოს 1050 ლარი, ისინი უბრალოდ დაკარგავენ. გასაგებია, ბატონო, გავცით დაკარგავენ სამუშაო ადგილს და მეორე კითხვა თუ გაქვთ და დათვლილი არ არის, რამდენი ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილს, ეს დათვლილი არ არის, რომელ სფეროს შეეხება მტკივნეულად ეს დათვლილი არა და რეგიონებში რომელ ადგილზე მოხდება ყველაზე მწვავედ ამ პრობლემის სოციალურ ჭრილში გამწვავება, ეს დათვლილი არა. ბუნებრივია, ასეთ პროექტს ვერ ექნება მხარდაჭერა, რაც შეეხება ჩვენს შეფასებას, ჩვენს მიდგომას საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანი არის მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ სამეწარმეო სექტორს, სახელმწიფო პროგრამებით, რომ ისინი განვითარდნენ, ჩვენ დაიწყოთ მცირე ბიზნესით, მერე გადავიდნენ და გამსხვილდნენ და საშუალო ბიზნესის კატეგორიაში. ასე დროს ბუნებრივად მოგვარდება ეს პრობლემა. ბატონ მიხეილ, რა შეეხება მეორე კითხვას თუ გაქვთ, თავისთან გაქვთ. მეორე კითხვა? კი ბატონო, გავაგრძელოთ ბატონ მინისტრთან. ბატონ მიხეილ, თქვენ თუ გაქვთ კითხვა, რომელიმე დამსწრესთან. იცით, მე ესე კონკრეტულად არ დავსვამდი ვინმესთან კითხვას, ერთადერთი თუ ნებას დამთავრდა და თუ ძალიან არ ავრევ ფორმატს, რომელშიც ახლა მონაწილეობთ, რიტორიკულად დავსვამდი კითხვას. საბოლოო ჯამში, რაც იყო კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღევანდელ დღეს ამ თემის აქტუალიზაციის მთავარი ფაქტორი. ეს არის დაწყება სოციალურად დაუცველ ოჯახთა ბაზის გადამოწმების. ამ მიმართულებით გადაწყვეტილების ავკარგიანობასთან დაკავშირებით მინდოდა კითხვა დამესვა. ეს გადაწყვეტილება არის სწორი თუ არასწორი? აი ამ ფილმებში შეაფასოს აბსოლუტურად გასაგებია. თუ არა და ამ შემთხვევაში ძალიან მარტივია. და შეჯამება გადაწყვეტილება. მე საზოგადოება თვითონ შეაფასებს. აბსოლუტურად გასაგებია ბატონ მიხეილ. აქვს რეალურად ამ პოზიცია სწორია თუ არ არის სწორი? აბსოლუტურად გასაგებია. ცდილობს უბრალოდ ბეჭებზე. და სწორედ აი ამ კითხვით მინდა რომ ერთგვარი შეჯამებაც მოვახდინოთ ჩვენ დისკუსიით. სწორია თუ არ არის სწორი ბატონ ანდი? ასე გაოცებოდის ვალდებულებაა სამინისტროს ერთი წუთი სააგენტოსი რომ ეს პროგრამა გადაამოწმოს და მუდმივად გამოიღოს ადამიანები, რომლებიც დაუმსახურებლად ღებულობენ. ეს არ არის გადაწყვეტილების საგანი, ეს არის ვალდებულების საგანი. კი ბატონო. მეორე, რა შემცირდა სიღარიბეზე? როდესაც საუბრობდნენ, ჩვენ უნდა გვესმოდეს რა ზომავს სოფლიო ბანკი. ეს ზომავს დღეში $3 შემოსავალს, ანუ 8 ლარით შემოსავალს. როდესაც ლაპარაკობს სიღარიბის ზღვარზე. და როდესაც $3 გავამრავლებთ 2.7 ლარზე, გამოდის 8 ლარი. ანუ შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისი დღიური შემოსავალიც არის 8 ლარზე ნაკლები. ეს არის სტატისტიკის შინაარსი. და როდესაც სიღარიბეზე ვსაუბრობთ, როგორც ეროვნულ სიღარიბეზე, საერთაშორისო სიღარიბეზე, ხო? ბუნებრივია, ყველა ქვეყანა თავის დეფინიციას უძებნის ამ სიღარიბეს. მაგალითად, ირლანდიამ როცა სიღარიბის შემცირების პროგრამა დაიწყო, ესეთი კითხვები დასვა. რამდენი ოჯახია, ვისაც სრულფასოვანი კვება არ შეუძლია?
რამდენი ოჯახს არ შეუძლია სახელმძღვანელოს ყიდვა ბავშვებისთვის. ესე გაზომა სიღარიბე და ამიტომაც მეტი ყურადღება ანუ უნდა მიაქცია. გავზომოთ უკეთ. კი ბატონო, გასაგებია თქვენი საფინალო პოზიცია, ბატონო დიმიტრი, იქნება ერთ წუთში ჩავატიოთ შეჯამება ჩვენ დისკუსიის. ხო, ბევრ შემთხვევაში ცოტა დრო ისედაც წავიღე ამაზე ბოდიშ ვიხდი, მაგრამ არის ხოლმე ზოგჯერ როცა ისმეთ. ხო, რეაქცია არ ხონდეს, უბრალოდ წარმოუდგენელია, იმიტომ რომ აქ ბევრი არაკომპეტენტური აზრიც მოვისმინეთ. ხო, ძირთად ერთი წარმომადგენლისგან. ამიტომ მე მაგალითად გირჩევდით, რომ ეს საქმე ვინც იცის, გაქვთ ამის რესურსი იმ მცირე წარმომადგენლობაში და გამოგეშვათ ეს, იმიტომ რომ პოლიტიკური ფარგლებში ნამდვილად ძლიერი ხართ, მაგრამ ჯანდაცვის სოციალური მმართველი არ არის თქვენი საქმე. ამიტომ ხო, ამას კარგიც უნდა ჭირდება, იმიტომ რომ თქვენგან განსხვავებით პრაქტიკულად ყველა აქ ყოფი გამოირჩევიან ბევრად მეტი ცოდნით და გამოცდილებითაც, მიუხედავად პოლიტიკური წარმომავლობისა თუ წარსულისა. ამიტომ ამ საქმეს მით უმეტეს სოციალურ ჯანდაცვის პოლიტიკას, რომელიც ეხება საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, აქ უფრო აპოლიტიკური მსჯელობა ჭირდება ამ თემას და ეს საკითხია უნდა იყოს ყველაზე მეტად პოლიტიკისაგან დაშორებული. დიდი მადლობა ბატონო დიმიტრი. ფაქტია, რომ აქ ყველა მიუხედავად იმისა, როგორ შევფუთეთ თუ როგორ შევეცადეთ წარმოგვეჩინათ დღევანდელი სადგი პოზიტივში თუ ნეგატივში, ყველგან ერთი ხაზი ჩანს, რომ ის შედეგი, რაც არის ქვეყანაში სიღარიბე შემცირებულია, ამას ყველა ვაღიარებთ. ის რომ მით უმეტეს ამ დინამიკის შემდეგ გადასახედია ეს ბაზა და რა თქმა უნდა ამის ვალდებულებას აწევს კონსტიტუციური ჩანაწერიც, რომ სოციალური თანასწორობა, სოციალური სამართლიანობა და სოციალური სოლიდარობა ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება. მეხუთე პუნქტში კონსტიტუციაში გვიწერია. ამიტომ ყველაფერი წარსულის დინამიკა და საკონსტიტუციო ჩანაწერიც სწორედ მიგვითითებს იმას, რომ უნდა გავაკეთოთ გასაკეთებელი. დიდი მადლობა ბატონო, ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ? მე მეგონი ერთადერთი ვარ, ვინც უბრალოდ ამ პოლიტიკას, რასაც განვიხილავთ, მივიჩნევს თავარ პრობლემად. ის რომ ასეთი რაოდენობით წარმოიდგინეთ, აი სიღარიბე თუ მცირდება, რასაც ყველა ფაქტიურად ეთანხმება იმ სტატისტიკური მონაცემებით, იმიტომ რომ ცნობილი არის ტყუილი, დიდი ტყუილი და სტატისტიკა. ანუ ჩვენი ხარჯები იზრდება. ანუ თუ ესე სიღარიბე მცირდება, ჩვენ ხო ხარჯები უნდა შეგვემცირებინა. ხო და მე მგონია, რომ სინამდვილეში პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გგონია რომ აი ეს ღონისძიებები, აი იმას ამდენი მივეძით, იმას იმდენი ხელფასი დავუნიშნეთ, იქ გავზარდეთ დახმარება ბავშვებს და ასე შემდეგ. ეს გგონია მთავარი პრობლემა ამაში, აი მაგალითად გაიხსენეთ კიდე წინა საარჩევნოდ 1000 და 1500 ლარიან და 1500 ლარიან პენსიებზე რო იყო საუბარი მუდმივად. ანუ ყველას უნდა რომ აი ამ მილიარდებთან მივიდეს და აი მილიარდების განკარგვის საშუალება ქონდეს. თორე სინამდვილეში სიღარიბე ეკონომიკურმაც დამშიამცირა. ანუ იმან შეამცირა რომ აი ამ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დაახლოებით ეკონომიკა ორჯერ გაიზარდა. ანუ ჯამურად ადამიანები ორჯერ უკეთესად ცხოვრობენ და ბუნებრივია შემცირდებოდა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენი პოზიციისთვის, ბატონო გიორგი. ერთი წუთი გაქვთ საფინალო ამას დავეთანხმო ახლა ბოლოს რაც მოვისმენეთ. ეკონომიკური ზრდა თუ ვინმეზე აისახა, ბატონო ვახტანგ, ხო? აისახა პირველ რიგში ოცნებაზე. ოცნებაზე, მასთან დაახლოებულ ბიზნესმენებზე, მათ პარლამენტარებზე, მათ მინისტრებზე და მათი ოჯახის წევრებზე. ამ ხალხზე აისახა ოცნების ეკონომიკური ზრდა. საქართველოს რიგით მოქალაქეებზე ეკონომიკური ზრდა არასახულა. ამიტომ არის ახლა იძულებული ოცნება წამოიწყოს ეს манипуляციური, სპეკულაციური, პროპაგანდისტული კამპანია და საქართველოს მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ თითქოს თვითონ არის რაღაცა მზრუნველი ხელისუფლება, რომელმაც ახლა გადაწყვიტა, რომ სოციალური ბაზები გადაამოწმოს. თითქოს თვითონ არ იყოს, თავად არ იყოს პასუხისმგებელი იმაზე, რაც აქამდე ხდებოდა. ასე რომ ერთადერთი რა მიზანსაც ემსახურება ეს მთელი ეს კამპანია არის კიდევ მეორე ის, რომ ოცნებამ ხალხი კიდევ ერთხელ მოატყუოს და დაარწმუნოს, რომ აი ეს ეკონომიკური ზრდა და სამწუხაროა, რომ ოპოზიციად თქმული კაცისგან ამის, ასე ვთქვათ, გამართლება ხდება. ძალიან სამწუხაროა. იმიტომ რომ ოცნების მთავარი მიზანი და ყველაზე მზაკრული ჩანაფიქრია ის, რომ ეს ეკონომიკური ზრდა
თითქოს ყველას რომ ეხება, ესე შეფუთოს და სინამდვილეში ეს ასე არ არის. მადლობა. ჩემო. მადლობა. ამიტომ ვარ ჩვენ აქ, რომ ოცნებას ხალხის მორიგჯერზე მოტყუების საშუალება არ მივცეთ. მადლობა. და ძალიან ბევრს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ თუ სხვა საშუალებებით არც მომავალში მივცეთ. მადლობა თქვენი პოზიციისთვის. ბატონ მიხეილ გისმენთ შემაჯამებელი 1 წუთი. დიახ, ბევრი მონაცემები მოვიყვანეთ, სტატისტიკა ვაჩვენეთ, არა ჩვენი ეროვნული სტატისტიკის მონაცემები, არამედ სოფლიო ბანკის, კი ბატონო. რომელიც დაიწონეს, იმიტომ რომ არ ვიცი რატომ. სადაც აჩვენებულია დიდი პროგრესი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით, კეთილდღეობის გაუმჯობესების მიმართულებით, მაგრამ ყველაზე მეტად ახლა მინდა მოვიხმო ის სტატისტიკა, რომელიც ხელისუფლების ყველაზე ერთ-ერთი და ყველაზე მოწინააღმდეგე ძალა პატოლოგიურმა საბჭომ გამოაქვეყნა. კვლევა როცა ეს ამ ორგანიზაციის მესვეურები ჩვენ ხელისუფლებას თავს ესხვის, გვესხვის თავს უსამართლოდ წილისწავლული კამპანიებით, მაგრამ როცა კვლევა დადეს და კეთილდღეობის ინდექსი გამოიანგარიშეს, ისინი ყოველწლიურად ახორციელებენ ამას. საქართველოს შევიდა მათი კვლევის მიხედვით 50 საუკეთესო ქვეყანას შორის და უსწრებს მაგალითად ევროკავშირის წევრ 5 სახელმწიფოს, ნატოს და ევროკავშირის წევრ ჯამში 5 სახელმწიფოს, თურქეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს და ევროკავშირის წევრ ბულგარეთს ამ შემთხვევაში და 2012 წლის შემდგომ რომელ ადგილზეა კეთილდღეობის გაუმჯობესებით საქართველოს მათი შეფასებით? პირველ ადგილზე. არც მეორეზე, არც მესამეზე, არც მეათეზე, არც ათეულში. პირველ ადგილზე. როცა შენი ყველაზე დაუძინებელი მოწინააღმდეგე, რომელიც მთელი ცილისწამული კამპანიით შეწინააღმდეგე იბრძვის, როცა კვლევა ჩაატარებს, გაჩვენებს, რომ საქართველოს არის პირველ ადგილზე ამ ხელისუფლების პირობებში მსოფლიოში კეთილდღეობის დონის გაუმჯობესებით, ეს ბუნებრივია მეტყველებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორად ვითარდება, სწორად მართავს ქვეყანას და მისი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეების კი როცა კვლევას ატარებენ, ამას აფიქსირებს, რომ დაუჯეროთ კვლევებს. მნიშვნელოვანი დაზუსტება მათი შეფასებით კი არა, მიშა, შენს მიერ მიწოდებული სტატისტიკური ინფორმაციაზე დაყრდნობით. ატლანტიკის საბჭოს მიერ აწნევ ინფორმაციას. ეს გადამოწმება. ისინი საველე სამუშაოებს ესეთი ორგანიზაციები საქართველოში თავის რესურსით ვერ ატარებენ და არ ატარებენ. ინფორმაციას სოფლიო ბანკსაც შენაწუდი, საავადმყოფო ბანკსაც შენაწუდი და ყველა შენაწუდი. მოდით მოусმინეთ ბატონო ორგანიზაციის შეფასების. ყველა ამ ორგანიზაციას პატივს ვცემთ და ვენდობით, მაგრამ ვის ვერ მიწოდებული ინფორმაციებით სარგებლობენ, ეგ არის თავარი. მაშინ პირველ ადგილზე გავიდოდნენ ტოტალიტარული სახელმწიფოები, რომლებიც ყველანაირ კარგ ინფორმაციას აწვდიან თავის შესახებ ნებისმიერ ორგანიზაციას. ასე ხო არ არის? საერთაშორისო კვლევას ვალიდაცია არ ეკნებოდა და ხელისუფლებას დაეყრდნობა. ხელისუფლებას არ ეკრდნობა და მიუხედავად ამისა ხელისუფლების სასარგებლო ინფორმაციას აღწევს. რომელიც სამ ევროკავშირის ქვეყანას უწევს, რომ გავიხარო და ვიამაყო ამით მითხარით. აი სოციალური ძალიან მოკლედ ევროკავშირის ქვეყანას და კეთილდღეობის. რომ გავიხარო, რომ ატლანტიკური საბჭოს კეთილდღეობის ინდექსი. რომ სამ ქვეყანას უწევს საქართველოს, რომ გავიხარო. კი, მითხარით. ნატოს წევრი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები ჩამოთვლილი ჯერ ნატოს წევრი ქვეყნები და ევროკავშირის წევრი ერთი ქვეყანაა. ესაა თურქეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო და ევროკავშირის წევრი ბულგარეთი. დიდი მადლობა ბატონო. ატლანტიკური საბჭოს შეფასება და არა ჩემი შეფასება. დიდი მადლობა. არანაირი კავშირი არ მაქვს ატლანტიკურ საბჭოსთან და რა თქმა უნდა მე ვარ მისი მოწინააღმდეგე გამჯერ იქიდან რომ ეს ორგანიზაცია ეწევა ანუ თქვენ ეთანხმებით რომ ბულგარეთზე უკეთესად ცხოვრობს საქართველო, ხო? ბატონო? ეთანხმებით რომ ბულგარეთზე უკეთესად ცხოვრობს საქართველო. თქვენ ეთანხმებით ატლანტიკურ არა, საბჭოს. თქვენ ეთანხმებით, მაინტერესებს ბატონო როგორ ანდრია. ის ეგეთი რაღაცები. მე მგონია სხვა ქვეყანაში ბატონო ანდრია, თავიდან ახალ წრეზე ნუ დავიწყებთ მოდი, ახლა, იმიტომ რომ საფინალო სიტყვას მოусმინოთ 1 წუთი აქვს ბატონო. აი ამაში. გისმენთ ბატონო. იცით ყველაფერი რაც ითქვა აქ არაკომპეტენტურიც და პოპულისტურიც ყველაფერზე მეტი დრო დამჭირდება, მაგრამ ალბათ კარგია რომ მოკლე დროა, იმიტომ რომ ალბათ იმდენად არაკომპეტენტური და პოპულისტური იყო აქ გაკეთებული რამდენიმე განცხადება, რომ ამაზე უბრალოდ ბევრი დროის დახარჯვა არღის მოსახლეობა ისედაც კარგად ხვდება ყველაფერს. დიახ, ეს მოვალეობა იყო ეს გადაწყვეტილება სააგენტოსი და ეს გადაწყვეტილება მიღებულია ამრიგად რასაკვირველია, ეს არის სწორი გადაწყვეტილება. მე უბრალოდ ველოდებოდი დღეს რომ აზრი ექნებოდა გვეკაბათა იმასთან დაკავშირებით, როგორ შევაჩვიოთ ეს ხალხი მაგალითად საზოგადოება, რომ არ იყოს ნაკლებად იყოს დამოკიდებული მაგალითად კონკრეტულ რაღაცა პენსიაზე, დანახარჯზე, რაღაც ისეთ თანხაზე, რომელიც სოციალური მხარდაჭერაა. როგორ გავაკეთოთ ეს? რა იდეები იქნებოდა? აი ეს არის რეალურად კონკურენტული აზრი და დებატის აზრი აქნებოდა ამ შემთხვევაში. ამაზე საბედნიეროდ ეს ქვეყანა მუშაობს რა. ფაქტი ის არის, რომ აი აქ რაც რიცხვები დასახელდა, რეალურად ფაქტები ამხელს ოპოზიციის არგუმენტების მცდარობას. აბსოლუტურად მართალი თქვა ბატონმა მიხეილმა. ეს ქვეყანა დიახ, რა თქმა უნდა, ყველა ამ მაჩვენებლის მიხედვით ვითარდება, სწორი მიმართულებით ვითარდება და ვითარდება ძალიან სწრაფად. საბედნიეროდ ეს ასე ხდება. მათ შორის სიღარიბის დაძლევის მიმართულებით, უმუშევრობის დაძლევის მიმართულებით,
ყველა პარამეტრი რეალურად ამაზე მეტყველებს. რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, დიახ, რა თქმა უნდა, აი როგორც სოციალურზე იხარჯება მეტი თანხა, ასეც უნდა იყოს, როგორც მაგალითად ჯანდაცვაზე იხარჯება მეტი, რადიკალურად მეტი ბოლო წლების განმავლობაში. სულ მზარდია და იხარჯება რის შედეგადაც გვაქვს შედეგი, რომ თუ კი დაახლოებით 12-13 წლის წინ საშუალო ხანგრძლივობა სიცოცხლის იყო არის 72 წელიწადი. დღეს ეს ასაკი გაზრდილია 76 წლამდე. ეს არის რა თქმა უნდა ქვეყნის წარმატება, მიუხედავად იმისა, ეს პოლიტიკურად ვინმესთვის სასარგებლოა და უხარია თუ არ უხარია. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა ბატონებო სტუდიაში მობრძანებისათვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს ჩვენ სოციალურ სამართლიანობაზე ვსაუბრობდით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მობრძანდით. მე ორ შაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.